პირველი არხის ეთერში. დებატები 2025. ერთად გავიგებთ, რას გვირდებიან კანდიდატები და როგორ ხედავენ თბილისის განვითარებას. საღამოშვიდობის საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში ქალაქ თბილისის დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკურ დებატებს. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა 9 პიროვნება და მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 9-ვე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება. მე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს, ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ჩვენთან ერთად ხართ დღევანდელ საღამოს. დავიწყებთ, რა თქმა უნდა, რიგითობის მიხედვით, ანუ საარჩევნო რიცხვი იქნება ჩვენი რიგითობის გამსაზღვრელი დღევანდელ საღამოს. ბატონ თეიმურას ბოკელავაძე, პარტია მამული ენა სარწმუნოება, ნომერი 1. ბატონი ზურაბ მახარაძე, პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის, ნომერი 3. ბატონი კახა კუკავა, პარტია თავისუფალი საქართველო, ნომერი 7. ბატონი ოთარ ჭითანავა, პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 8. ბატონი ირაკლი კუპრაძე, კოალიცია ძლიერი საქართველო, ლელო, ნომერი 9. ბატონი გიორგი ლილუაშვილი, პარტია საქართველო, ნომერი 11. ბატონი გიორგი გაჩეჩილაძე, პარტია მწვანეთა პარტია, ნომერი 12. უკაცრავად ტავტოლოგიისთვის. ბატონი იაგო ხვიჩია, პარტია გირჩი, ნომერი 26 და ბატონი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ნომერი 41. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ ხართ ჩვენი დებატების მონაწილეები დღევანდელ საღამოს. წარმატებას გისურვებთ ყველას მომავალ არჩევნებში და ეხლა შეგახსენებთ უბრალოდ, რა თქმა უნდა, გადმოგზავნილი ქონდა წესები, რომელიც წესებითაც დღეს ვიმუშავებთ, მაგრამ აინც ჩვენს მაყურებელსაც რო ქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია. თავდაპირველად პირველ რაუნდში გვექნება თითო წუთი ყველა თქვენთაგანისთვის, რომ მიმართოთ ამ მრჩეველს. და ეს მიმართვა, რა თქმა უნდა, დაიწყება პირველი ნომრიდან, რიგითობას ასე განსაზღვროთ. ყოველ შემდგომ რაუნდში რიგი გადავა შემდეგ კანდიდატზე, ანუ იმ საარჩევნო ნომრით, რომელიც შემდგომი მოდის. შემდეგ იქნება ორი კითხვა ზედიზედ, ესე ვთქვათ, ორი რაუნდი ჩემი კითხვებისა თქვენთან. ამინდა აქვე მოგახსენოთ, რომ ჩემი კითხვები ყველასთან ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე დანიშნულების იქნება და ყველასგან იმ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს პასუხი, რომელიც იქნება შერჩეული ჩემს მიერ და შემდეგ მოდის უკვე კიდევ ერთი რაუნდი, სადაც თქვენ დაუსვავთ თქვენს, ასე ვთქვათ, ოპონენტს კითხვას. დამავიწყდა მეთქვა, რომ პასუხებისთვის 2 წუთი გექნებათ თითოეულ თქვენგანს და შემდეგ კითხვის დასასმელად, ანუ თქვენი რაუნდი როცა მოვა, თქვენი კითხვის დასმის რაუნდი როცა მოვა, თქვენ აირჩევთ ადრესატს, ვისთანაც გსურთ, რომ ვისთვისაც გსურთ, რომ დასვათ კითხვა და მას დაუსვამთ კითხვას 30 წამის განმავლობაში, 30 წამია განკუთვნილი კითხვის დასმისთვის, პასუხისთვის კვლავაც 2 წუთია. და შემდეგ გექნებათ საშუალება, რომ თქვენი ოპონენტის პასუხს გამოეხმაუროთ რეპლიკით ან დააზუსტოთ საკუთარი კითხვა, თქვათ თუ პასუხში რაღაცა იყო დასაზუსტებელი, რაზეც თქვენს ოპონენტსაც, ადრესატს კითხვისა იქნება 30 წამი ასევე აი ამ რეპლიკაზე საპასუხოდ. ბოლოს კიდევ ერთი რაუნდი იქნება ჩემი კითხვისა, ესე ვთქვათ, ბოლო კითხვა დღევანდელ საღამოს და ჩემი კითხვების ამოწურვის შემდეგ გადავალთ უკვე კიდევ ერთ მიმართვაზე, საბოლოო მიმართვა დღევანდელი გადაცემისა, რაზეც თქვენ ასევე თითო წუთი გექნებათ, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს დღევანდელ საღამოს. მე მგონი ყველაფერი ვთქვით, ერთადერთი იქნება, რომ გადაცემის მიმდინარეობისას მოგვიწევს პატარა პაუზის გაკეთება, როდესაც პოლიტიკური რეკლამა, სავალდებულო პოლიტიკური რეკლამა გავა ეთერში. დავიწყოთ, ბატონ თეიმურას, თქვენგან ვიწყებთ. პირველი 1 წუთი გაქვთ, იმ ეკრანზე გამოჩნდება დრო, გაისმება გონგი, როდესაც თქვენი დრო ამოიწურება და მიკროფონები გაითიშება ხოლმე, ამიტომ ეცადეთ, რომ იმ დროში ჩავეტიოთ, რომელიც იქნება განკუთვნილი თქვენთვის. თქვენი 1 წუთი გისმენთ. გამარჯობა და გამარჯობა ყველა ქართულ საქმეში, ძვირფასო თბილისო და თბილისელებო. ჩემო სრულიად საქართველო. მე გახლავთ თეიმურას ბოკელავაძე, პარტია მამული ენა სარწმუნოებიდან საარჩევნო ნომერი 1. ჩვენ ვაგზავნებთ გურამ შარაძეს იმ ღირსეულ გზას, რომელიც ღირსეულ გზაც აბსოლუტურად ყოველმა ჩვენთაგან უნდა გავაცნობიეროთ. დღეს პარტიას ხელმძღვანელობს ზაურ ხაჩიძე და მისი
თანადგომით ვარ წარმოდგენილი თბილისის მერად, კვირდებით ყველგან ნახავთ სამართლიას ჩემი ერის ხარში დგომს და მე ის ადამიანი ვარ, გემახსოვთ აბსოლუტურად ყოველი თქვენგანს, ვინც შევძელი და პირველში უფლისნებით და საზოგადოების ჩართულობით სკოლაში შევატარდნენ რელიგიის გაკვეთილები, დღეს 50 სკოლაში რელიგიის გაკვეთილები ისწავლება და ამავდროულად სამხედრო გაკვეთილები. ამიტომაც ბრძოლა, რწმენა და შრომა შედეგს აუცილებლად ატებს. ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და მე ვფიქრობ ზუსტადაც რომ ვინმე ხარეს და ჩემი ერის ღირსების ადაროჯოს. დიდი მადლობა ბატონ თემურას. თუ შეიძლება მეგობრებო რომ ამ ხმას ოდნავ დაუწიოთ, იმიტომ რომ მე მგონი ფარავს ჩვენი სტუმრების ხმას. ბატონ ზურაბ, თქვენი 1 წუთი. მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ მახარაძე, კონსერვატორები საქართველოსთვის 3 ნომერი. ჩვენი ღრმა რწმენით, რაც ახლა საქართველოს ჭირდება, ეს არის ახალი ნორმალური ოპოზიცია, რომლის ამოცანა უნდა იყოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა და იმ თემებზე საუბარი, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ხალხისთვის. და ჩვენის ღრმა რწმენით ეგ არის მთავარი პრობლემა საქართველოში, მასიური მიგრაცია და დემოგრაფიული უკიდურესი პრობლემები. 10 წლეულებია უკვე საქართველოში ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, უფრო მეტი ადამიანი საქართველოს მოქალაქე მიდის უცხოეთში, ვიდრე ბრუნდება და პარალელურად 300,000-მდე უცხოტომელი არის ახლა საქართველოში, რომლის აქ დამკვიდრებაზეც ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩვენი ხედვა არის ესეთი. უნდა მოახერხოთ და შევცვალოთ ეს სიტუაცია. უნდა შევძლოთ, რომ აქ ქართველები იყვნენ თორე. კი ბატონო. მადლობა ბატონ ზურაბ. ბატონ კახა, თქვენი 1 წუთი. მე მინდა მიმართო ყველა თბილისელს, რომელთან ერთადაც ჩვენ გაგვიტარებია ძალიან დიდი დრო საპროტესტო აქციებზე 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც. 2012-ში ამ ადამიანებმა თქვენ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას და დღეს თქვენ ხართ უყოლანი მოტყუებულები. დღეს არავის არ ახსოვხართ და დღეს ქართულ ოცნებაში ყველა აბსოლუტურად არის სპორტირებული ნაცი. არც პრემიერ-მინისტრი კობახიძე, არც პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და არც ერთი მათგანი ჩვენ არასდროს არ გვინახავს საპროტესტო აქციებზე. დღეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, სამაგეროდ გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე განაგებს მართლმსაჯულების სისტემას და ყველა ამ ადამიანს, ვინც თავს უდობს მოტყუებულად, მე მოგიწოდებთ. ვერ გადაუხდით უფრო უკეთესად ხელისუფლებას სამაგიეროს, ვიდრე ის რომ მოხვიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ ნომერი 7 თავისუფალი საქართველო. ნახავთ როგორ უცებ გაახსენდებით ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს, როგორ მოგაქცევენ ყურადღებას, როგორ მოხსნიან მურუსიძეს და როგორ დაიწყებენ საკუთარ შეცდომებზე საუბარს. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, 7 ნომერი არის ხელისუფლების. კი ბატონო. მადლობა ბატონ კახა. ბატონ ოთარ. გისმენთ თქვენი 1 წუთი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მე ვარ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი და პირდაპირ მინდა მივმართო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართველი ძალა სამწუხაროდ არ ახდენილი ოცნების პარტიად იქცა და დღეს ამ კვირას ვნახეთ კიდევაც როგორ აუხდენელი ოცნება გახდა ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიების მომატება თუნდაც 100 ლარით, 200 ლარით, რასაც ხედავთ, ეს არის მიზერული თანხები, რაც მომუმატეს ახალი წლიდან 20 ლარი არის მომატებული და 45 ლარი და თვითონ სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს მომუმატეს 10%-ით ხელფასები, მათ შორის პარლამენტის წევრებსაც. არ ვიცი ხა ამ ხელისუფლების მადას არც საზღვარი აქვს სამწუხაროდ და არც ზომიერების გზნობა. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი იყო პარლამენტის წევრი, რომელმაც მთელი თავისი ხელფასი 4 წლის განმავლობაში გადაურიცხა. კი ბატონო. ბატონო თან სამწუხაროდ დრო ამოიწურა და ამ დროს მიკროფონი ითიშება ხოლმე, ამიტომ ვერ გაიგებს მაყურებელი თქვენს ხმას. ანუ ირაკლი თქვენი 1 წუთი. მოგესალმებით, მე საკუთარ თავზე არ ვისაუბრებ ამ რამდენიმე თვიანი კამპანიის პირობებში მოვიარე თბილისის ყველა უბანი და ნახე კიდევ ერთხელ მრავალგზის ტოტალური სიღარიბე, რომელიც გამოწვეულია კორუფციით, მათ შორის თბილისის მერიაში და სახელმწიფო უწყებებში. სიღარიბე, რომელიც ანადგურებს დღეს ჩვენს მომავალს, საცობები, რომლებიც წამლავს ჩვენს მომავალ თაობას, 10,000 ავარიული სახლი, რომელშიც ცხოვრობს 100,000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე, რომელიც იძინებს ყოველდღიურად სიკვდილის შიშის ქვეშ
ტოტალური სიღარიბე პენსიონერებში და ხანდაზმულებში ყველა გარევაჭრობის წერტილი სავსეა, სრული უმრავლესობა გარემოვაჭრეებისა არიან ხანდაზმულები და პენსიონერები. ის უსამართლობა, რაც ქუჩაში ხდება, არბევენ ჩვენს მოქალაქეებს. ულახლახან შეგვემატა ახალი პოლიტიკური პატიმარი გელა ხასაია, რომელსაც აბრალებენ შეკერილი საქმით რაღაც წარმოუდგენელ სისულელეს. პოლიტიკური პატიმრების სიღარიბე, კორუფცია და უსამართლობა არის ჩვენ გარშემო გამეფებული ქართული ოცნების პირობებში. მადლობა, ბატონ გიორგი, თქვენი 1 წუთი გისმენთ. მოგესალმებით, მე ტრადიციას არ უღალატებ და მინდა ჩემი 1 წუთი მიუძღვნა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კერვალიშვილი კავკასიელის ხსოვნას, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მოკლეს. ასევე 17,000 COVID დახოცილი, რომელიც ცელოფანში არიან გახვეულები და პუჩის შედეგად წარმოშობილი რეჟიმების მიერ დახოცილი ადამიანების ხსოვნას. მე გთხოვთ, რომ 1 წუთიანი თქვენი დრო რაც დარჩება იმას. კი ბატონო. მადლობთ, ბატონ გიორგი. ბატონ გიორგი, თქვენი 1 წუთი გისმენთ. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავთ გიორგი გაჩეჩილაძე, ყველასთვის ცნობილი პარტიის, საქართველოს წინათა პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ეხლა ცდილობს, რომ როგორმე მიაღწიოს იმას, რომ თბილისი გადაარჩინოს იმ ჯოჯოხეთისაგან და იმ გვიდურებისაგან, რომელიც აქ ტრიალებს. საქართველოს წინათა პარტია მოგეხსენებათ არის ევროპის წინათა პარტიის დამფუძნებელი და ამავე დროს ჩვენ ვართ მისი მმართველი საბჭოს წევრები, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, თუნდაც ფინანსური, მატერიალური თანხების მოზიდვისა დასავლეთიდან, იმისათვის რომ გადავწყვიტოთ თქვენი პრობლემები, რომელიც აქ ასე დაგროვდა. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თელ გარემოსდაცვით კანონმდებლობას საქართველოში, მარტო ის აზრით, ჩემი ავტორობით კონსტიტუციაში არის შესული მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს საქართველოში მისი ჯანმრთელობისათვის უდაბნო გარემოში. დაგვიჭირებთ ხარი, რომ გადავარჩინოთ. კი ბატონო. მადლობა ბატონ გიორგი, ბატონ იაგო, თქვენი 1 წუთი. მოგესალმებით ხალხო. მე გეტყვით ერთ პარტიულ მაგალითს, რა არ მომწონს დღეს ქალაქში, რა ვითარდება არასწორად და რა მიმაჩნია გამოსავლად. მე დანარჩენებზე მე ვილაპარაკებთ. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ქალაქი მიმდინარეობს არა მიმართულებით, რომ შენდებოდეს ახალი მეტროები, შენდებოდეს ახალი ხიდები, ან შენდებოდეს ახალი მაგისტრალები და ამ გზით ხდებოდეს საცობების განმუხტვა დედაქალაქში. არამედ ყველაფერი ეს ბრალდება საქართველოს მოსახლეობას და ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ღარიბი მოსახლეობა მანქანაზე არ დაჯდეს. იქნება ეს რაც ჩამოთვალე იმას დამატებული გაჩერებების პრობლემები, რომელსაც ჩვენ ალბათ დღეს ვილაპარაკებთ. მაგრამ მთელი მიმართულება, რაზედაც დღეს ქალაქის მერია, საიდკენაც ქალაქის მერია მიმართული არის, რომ მოდი ხალხი გადავსვათ ღარიბები 18 მეტრიან ავტობუსზე მანქანებიდან და სუსლაინებზე იაროს იმ ხალხმა, ვისაც ფული აქვს ან გავლენა აქვს. ჩვენ ამის შეცვლა გვინდა და ვისაც ეს გინდათ, დაგვიჭირეთ ხარი გააფერადეთ 26 მეტრი. კი ბატონო, მადლობა ბატონო იაგო. ბატონ კახა, თქვენი 1 წუთი. საღამოშვიდობის მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თბილისის მერობის კანდიდატებს, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მინდა მივესალმო თბილისს და თბილისელებს. მე მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა უთხრა პირველ რიგში დედაქალაქის მოსახლეობას იმ ხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ხდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დღემდე არ გაგვიწყვიტავს ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით საომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე არ გვიჭირს თვალი გაუსწოროთ პრობლემებს, გამოწვევებს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომელიც აქტუალურია ქალაქში, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მადლობა ბატონ კახა. დავასრულეთ ეს პირველი რაუნდი, რომელიც მიმართვებს ეთმობოდა. გადავიდეთ შემდეგ რაუნდებზე.
პირველი კითხვა, რომელიც მექნება და თქვენგან დავიწყებთ ბატონ ზურაბ ამ შემთხვევაში, პრინციპში ყველა როგორც დაგპირდით, ყველასთან ერთი შინაარსის კითხვა მაქვს, მოგეხსენებათ ფორმატიდან გამომდინარე ეს ფორმატი განაპირობებს ეს ფორმატი განპირობებულია იქიდან, რომ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდით მერობის კანდიდატად და შესაბამისად ამ ასე ვთქვათ, ამ ფორმატში ჩემი აზრით რთული იქნება ცოტა უფრო სიღრმეში წავიდეთ ცალკეული საკითხების და ყოველ შემთხვევაში კითხვებით ასე გავყვეთ, იმიტომ რომ არ მოგცემს ამის შესაძლებლობას, რომ ამიტომ უფრო ისეთ ცოტა ზევიდან მინდა რომ შევხედოთ ამ თემას. რას გულისხმობს დღეს ამ მოცემულობაში თვითონ თქვენგანისთვის და ამ შემთხვევაში თქვენი პარტიისთვის, თქვენ პერსონალურად თქვენთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. რას ელით ამ არჩევნების შედეგად და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, იმ შედეგის მიმართ, რომელიც მიმართაც გაქვთ მოლოდინი. ჩვენი დამოკიდებულება გაქვთ ამისთვის, დიახ. ჩვენი დამოკიდებულება არის მარტივი. საქართველოში საჭიროა გაწყდეს ჩაკეტილი წრე, 13 წელია, არიქა ნაცები ბრუნდებიან ტექსტით, ისევ და ისევ ერთი და იგივე ხდება. ჩვენ გვინდა გაჩნდეს საქართველოში ოპოზიცია, რომელსაც არა აქვს რევოლუციური დამხობის, აჯანყების დაწვის დღის წესრიგი, ჩვენ გვინდა გავაჩინოთ ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით ეცდება იმის შეცვლას, რაც მნიშვნელოვანია და რაც ეხლანდელ ხელისუფლებას ეშლება. და მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ყველაფერს ფარავს ეს რევოლუციური არარეალური ჩემი აზრით დღის წესრიგი. კონკრეტულად რას ველით? ველით, რომ ჩვენი წარმომადგენლები შევლენ საკრებულოებში, ველით, რომ იქ ადგილზე ისინი შეასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. თვითონ ქართული ოცნება ამბობს, რომ მას უდიდესი პრობლემები ჰქონდა კორუფციასთან, უდიდესი პრობლემები ჰქონდა კადრებთან და ადეკვატური ოპოზიციის არარსებობა, რომელიც ადგილზე ამ ყველაფერზე ლაპარაკობს და ხალხში გამოაქვს პრობლემები და ხალხის სატკივარს აყენებს ისეთ ტრიბუნაზე, რომელზეც შეიძლება ეს ყველაფერი გაერჩეს, არის ჩვენი ამოცანა. ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ამ არჩევნებზე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შანსი გააჩინონ ნორმალური, ადეკვატური პოლიტიკური დღის წესრიგი. და თუ თქვენ აირჩევთ ჩვენს პარტიას, ჩვენ გპირდებით. თითოეული თქვენგანის გულის ტკივილი, რაც მართლა გაწუხებთ და რაც დაიკარგა ამ საგიჟეთში, რასაც უკვე 10 წლეულებია უყურებთ. დადგება პირველ ადგილზე და ვიმუშავებთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, იმისთვის, რომ თქვენი სატკივარი მივიდეს ხელისუფლებამდე და გადაწყდეს რეალურად. კი ბატონო, მადლობა ბატონ ზურაბ. ბატონ კახა, იგივე კითხვა მაქვს რა თქმა უნდა თქვენთანაც, რა სელით ამ არჩევნებიდან და რა გააქვთ, რა გეგმა გაქვთ, რა ესე ვთქვათ სტრატეგიული ამოცანა გაქვთ ამ არჩევნებში. ვინაიდან ეს არის დედაქალაქის არჩევნები, კონკრეტულად თბილისზე ვსაუბრობთ. ჩვენ აქვს ამას არა მხოლოდ თბილისისთვის მნიშვნელობა, არამედ თბილისის პოლიტიკური წონიდან გამომდინარე მთლიანად ქვეყნისათვის. მე ვთქვი უკვე, რომ რეალურად ხელისუფლება მოწყვეტილი არის რეალობას. ჩვენ ვსაუბრობთ ხშირად რადიკალურ ოპოზიციაზე, თუმცა რეალობა არის ის, რომ ჩვენ ხელისუფლებაც რადიკალური გვყავს. მარტო ახალი ამბები რომ გადახედოთ თქვენ უკანასკნელი რამოდენიმე კვირის მანძილზე დააკავეს და დაკავების დროს ცემეს და ტვინის შერყევა მიიღო თავდაცვის მინისტრმა. ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება საქართველოს გარდა და შემიძლია ჩამოგითვალოთ უამრავი ასეთი. ხელისუფლება არის მოსაყვანი გონზე, ზურას ვეთანხმები. ხელისუფლების დამხობა და გადაწვა ქვეყნის ეს კარგი რო არ არის, ნანახი გვაქვს არაერთხელ და არა ორჯერ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიდრე იქნება ეს სულთანატი, როდესაც აქვს 100% ძალაუფლების ერთ პოლიტიკურ ძალას და ყველა მიცის, რომ არაფორმალური ადამიანი განაგებს საქართველოს, ამას ჭირდება გონზე მოყვანა და ყველაზე უფრო მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ის, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს ადგილობრივ არჩევნებში. მე არ ვიცი, შეიძლება აი ბატონმა კახამაც ჩათვალოს საჭიროდ. მისგანაც მომისმენია ეს და პრემიერ კობახიძისგანაც, რომ ჩვენ მოვიგებთ 64 მუნიციპალიტეტში არჩევნებს. რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება? ეს ჩრდილო კორეის გარდა დამისახელეთ ქვეყანა, სადაც შეიძლება მუნიციპალიტეტების 100% მოიგოს მმართველმა პარტიამ. ამიტომაც ხელისუფლებას ჭირდება გონზე მოყვანა და ეს შეიძლება ხელისუფლებისთვისაც კარგი იყოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თბილისის ბიუჯეტს აქვს იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დღემდე არის გადაუწყვეტელი, გადაწყდეს. იაფი მედიკამენტები, რომელიც იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და წლებია შემოგვაქვს რაღაცა მცირე რაოდენობით, ეს შეიძლება გააკეთოს დედაქალაქის ბიუჯეტმა.
პარკირების საკითხის გადაწყვეტა, რომ თბილისელებს არ დაძდევდნენ და მანქანებს არ პარავდნენ და არ გადაყავდეთ. კორპუსების მშენებლობა იქ, სადაც ამისი ადგილი არ არის. ამას დაესმება წერტილი, როგორც კი ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას ქალაქის თვითმმართველობაში. კაზინოების გატანა დედაქალაქიდან, რომელსაც ასევე ვერასდროს ვერ შეერევა ქართული ოცნება, ვიდრე იქნება ხელისუფლების სათავეში და ბევრი სხვა საკითხი. კი ბატონო, ბატონ კახა, დიდი მადლობა. ბატონ ლუთარ, თქვენი მოლოდინები ამ არჩევნებით. ეს არჩევნები მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ეხება ყველას, ვისაც ხელისუფლების ცვლილება თუნდაც ადგილობრივ დონეზე უნდა მხოლოდ არჩევნების გზით და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს ზეგ მივიდეთ არჩევნებზე, ვისაც არ მოგწონს ეს ხელისუფლება და უთხრათ უარი ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან პრობლემებია, ძალიან ცუდად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება, არავინ არ ისჯება საქმის გაფუჭებისთვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის, კორუფციისთვის, რომელმაც ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა. იმიტომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ხედავთ, მდიდარია დღეს სიღარებით, ადამიანების უუფლებობით, აუარებელი სოციალური პრობლემების მოუგვარებლობით და ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის გადაწყვეტა თუნდაც ადგილობრივ დონეზე ძალიან კარგად იქნება შესაძლებელი ეფექტური მმართველობით აუცილებლად და რა თქმა უნდა ჩვენი ხალხის მხარდაჭერით. უამრავი პრობლემაა დღეს ჩვენ ქვეყნის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებით დაწყებული, ხმაურით, მტვერით, პარკინგით, აი ამ რომელიც მართლაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, ასევე უკანონო და უკონტროლო მშენებლობებით, რომლებიც სხვა შორის ბატონმა გიამ ახსენა 4500-ზე მეტი ნებართვა არის გაცემული მხოლოდ შარშან, აი ამ ამბავს ბოლო უნდა მოეღოს და ამისთვის აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს სტანდარტებს მშენებლებისთვის, ის თუ როგორ უნდა აშენდეს, სად უნდა აშენდეს და როგორი შენობა უნდა აშენდეს და ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული ამ მიმართულებით. უამრავი პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს, რომელზეც შემდგომში მოგახსენებთ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ ოთარ. ბატონ ირაკლი, თქვენი 2 წუთი და თქვენი პასუხი კითხვაზე, რა სელით ამ არჩევნებიდან, როგორი მოლოდინი გაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთვის არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რომ პასუხი გაეცეს ქართული ოცნების მხრიდან ძალადობას, ძალაუფლების მიტაცებას, კორუფციის არნახულ უტიფარ მაჩვენებელს, რომელიც გამეფებულია ყველა უწყებაში, მათ შორის თბილისის მერიაში და დაქვემდებარებულ უწყებებში. თავის დროზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, არასერიოზულად ღებულობდნენ რიგი ადამიანები, მაგრამ დღეს თავად უწევთ ერთი კორუფციონერები იჭერენ სხვა კორუფციონერებს, ის კორუფციონერები, რომლებიც ძალაუფლებასთან უბრალოდ ახლა არიან ახლოს. დღეს ქალაქი, რომელიც უნდა იყოს სოლიდარობის, კაცობის, ადამიანობის, ქართველობის ქალაქი, თბილისი სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ და მათ შორის თბილისის მერიამ აქცია ტიტუშკების სათარეშო არეალად, სადაც ქუჩაში ქალებს ცემენ, უსწორდებიან, სადარბაზოებთან ხვდებიან, ურეკავენ მშობლებს, დედებს, ადამიანებს, აგინებენ ყოველდღიურად. ეს ვითარება, რაც ქართულმა ოცნებამ დღეს ჩააგდო მთელი საქართველო და მათ შორის თბილისელები, პასუხის გაცემას იმსახურებს და არჩევნები სწორედ ამის შესაძლებლობა თბილისის სადაც ცხოვრობს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ეკონომიკის 60% იწარმოება, არის მნიშვნელოვანი დასაყრდენი დღეს ქართული ოცნებისთვის და დღეს თბილისში ოპოზიციური პროდასალური უმრავლესობა არსებობს, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, გაყალბების პირობებშიც კი ქართულმა ოცნებამ წააგო 2024 წლის არჩევნები. ჩვენი შესაძლებლობა არის, რომ იმ სოციალურ სიდუხჭირეზე უსამართლობაზე, უკანონობაზე გქონდეს პასუხი და ეს არის არჩევნებზე მისვლა და პასუხის გაცემა დანაშაულებრივი რეჟიმისთვის, რომელიც დღეს არ ღვევს ადამიანის უფლებებს. სოციალური საკითხები, რასაც იწვევს ის იმ სიღარიბეს, იწვევს სწორედ ის კორუფცია, რაც დანერგა ქართულმა ოცნებამ. სამწუხაროდ ისინი საკუთარ მეგობრებსაც ივიწყებენ, რომლებიც მათი თანაგუნდელები იყვნენ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისი დავიბრუნოთ და გავათავისუფლოთ უკანონობისგან, კორუფციისგან და უსამართლობისგან. კი ბატონო. მადლობა ბატონ ირაკლი. ბატონ გიორგი, თქვენი 2 წუთი, რა სელით ამ არჩევნებიდან, რა მიზნები გაქვთ ამ არჩევნებში? ბატონ გიორგი, პირველი რასაც ვიტყვი, ეს არჩევნებია. საკითხი ის არის, რომ ჩვენ ბრძოლაში ჩავერთვეთ იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. თუმცა სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ კვლავ გრძელდება ის დარღვევები, რა დარღვევებიც წინა არჩევნებზე იყო
და რეალურად საარჩევნო გარემო არ არის თანასწორი და არ გვეძლევა საშუალება, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. მე ხაზს გავუსვავ თქვენთან გადაცემაშიც ვაჩვენე ესა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენი სარჩელი ყაველაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წარმოებაშია მიღებული და ველოდებით მის პასუხს. ასევე ამ საარჩევნო პერიოდში არაერთი საჩივარი დავწერეთ იმ პარტიების მიმართ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დარეგისტრირებულები. ყრილობები არ აქვს ჩატარებული 2018 წლის შემდეგ, მათ შორის კვალიფიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი. ამ საფუძველზე რამოდენიმე პარტია ჩახსნეს არჩევნებიდან. ეს არის სასამართლო უწყება, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს 3 საათზე ბატონი კახი კალაძის წინააღმდეგ, რომელმაც თბილისობა გადმოიტანა სექტემბერში, გამოიყენა სახელმწიფო რესურსი და შესაბამისად განახორციელა ჩვენი მოქალაქეების და ამორჩევლების მოსყიდვა. მე შეკითხვას შემდგომში, როდესაც მომეცემა ამის საშუალება დაუსვა აუცილებლად ბატონ კახის, პროკურატურაშია საქმე აღძრული. თუმცა სასამართლო პროცესები როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ისე, რომ არ გვეძლევა საშუალება სამართლის დადგენის. მე მოუწოდებ აქ წარმოდგენილ კანდიდატებს მესამე პირება ჩაერთონ ხვალ ამ საკითხში. ეს არის კი ბატონო. მადლობა ბატონ გიორგი, ამოიწურა თქვენი დრო. ბატონ გიორგი, თქვენი 2 წუთი და თქვენი მოლოდინები ამ არჩევნებიდან. რადგან მონაწილეობთ არჩევნებში, იმედი გვაქვს, რომ სხვებთან ერთად გავიმარჯვებთ და ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, იმედი. და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება, რომელიც ჩვენ გვიყურებს, გაიაზრებს ამას, თუ რა ამდენად აუცილებელია ეს მომენტი და მოვა არჩევნებზე და არ დაუჯერებს ვიღაცებს, რომელიც ბოიკოტის გამოცხადებით არიან დაკავებულები და ხალხს ეუბნებიან, რომ არჩევნებში არ მიხვიდეთ და მიეცით ხმა ფაქტიურად ამითი ქართულ ოცნებასო. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, მაგრამ ამას შემდგომში ალბათ საზოგადოება თვითონ გაარკვევს. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სხვადასხვა მიმართულებით თბილისში, რომ ამას თუ არ უშველეთ ჩვენ და ამას უნდა უშველოს ახალმა გუნდმა, თბილის პერსპექტივა აღარ აქვს. მარტო ეკოლოგიური მდგომარეობა რო ავიღოთ, კატასტროფული მდგომარეობა რეალურად, ამდენი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამომდინარე და ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორც არის გოგირდიზა და აზოტის დიოქსიდები, ბენზოპირენი და ასე შემდეგ და განსაკუთრებით მტვერი. მტვერი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მშენებლობებთან. იმ ანარქიასთან, რომელიც დღეს მშენებლობებში არის თბილისში. და მეორეს ერთი საკითხი დგება კიდე. ეს ამდენი მშენებლობები, ეს ვიწრო ქუჩებზე, ეს მაღალ სართულიანი მშენებლობები რო შენდება. ღმერთმა დაიფაროს და ან ევაკუაცია დაჭირდეს თბილისს, ან მიწისძვრა მოხდეს რა, არ ყოფილა მიწისძვრა 2002 წელს 12000 სახლი დაზიარდა და 5000 სახლი დასანგრევი გახდა. ეს რომ მოხდეს, ვინ არის პასუხისგებელი, რომ ხალხი ჩაიხოცება და გასასვლელი აღარ დარჩება. აი ამაშია საქმე. და კიდე იმაზე, რომ ამ ბინებს, რომელსაც აი ამ სახლებს, რომელსაც აშენებენ ეს ოცნებასთან დაკავშირებული ფირმები, 50%-ზე მეტი ყიდულობს უცხოელი. და გადით ქუჩაში რომ არ შემოსევა ამის გამო. კი ბატონო. ბატონ გიორგი, მადლობა. ბატონ იაგო, თქვენი მოლოდინები ამ არჩევნებიდან. მოგეხსენებათ 4-ში არჩევნების პირველი ტურია და მე ამ დღეს მაქვს მოლოდინი, რომ დამსახურებულ მეორე ადგილს მივიღებ თბილისის ამარჩევნებში. იქიდან გამომდინარე, რომ ფიქრობ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთადერთი ხალხი ვართ, რომელსაც არავისთვის არ მოუტყუებია. პირველივე დღიდან, რასაც ლაპარაკობდა, იმისი ჯეროდა, არავინ არ არის ამ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ჩვენ მოღალატეებს გვეძახის რაღაცის გამო. არ გვყავს ის ხალხი, რომელიც რაღაცა მოლოდინები ქონდა ჩვენს მიმართ და შემდეგ რაღაცნაირად ეს მოლოდინები არ გაუმართლდათ და ამიტომ გონია, რომ ქართველი ხალხი ამ გულწრფელობას დაგვიფასებს. რაც შეეხება მეორე ტურს, ყველაფერი გააკეთა ოპოზიციამ, მათ შორის ამ შემთხვევაში ჩემმა კონკურენტმა, განსაკუთრებით ლელოს კანდიდატმა და თავისთავად ქართული ოცნების კანდიდატმა, რომ ყველაფერი მომხდარიყო ისე, რომ ეს საკითხი პირველ ტურში გადაწყვეტილიყო, მაგრამ თუ გაგვიმართლებს და მეორე ტური იქნება ზოგადად,
ჩვენ მე მგონი ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც განსხვავებული ქალაქის მოწყობის ხედვა აქვს წარმოდგენილი. ნაცვლად იმ შეზღუდვებისა, ნაცვლად იმ საცობებისა, ნაცვლად ხალხის მანქანიდან გადმოსვლისა, ნაცვლად გაჩერებული და არ დაწყებული მშენებლობისა, ჩვენ ვაპირებთ ახალი ხიდების აშენებას, გარემოების შექმნას იმისთვის, რომ თბილისში მეტროს ახალი სადგურები შეიქმნას, ახალი ესტაკადები შეიქმნას, ყველაფერს თავი დავანებოთ, იმისთვის, რომ პასუხი გაათმაგებულ რაოდენობაზე მანქანების იყოს არა ის, რომ ჩამოდით მანქანებიდან და ახალი შეზღუდვების დაწესება, არამედ ის, რომ მოდი ავაშენოთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იმისთვის, რომ საცობს მანქანებიდან გადმოსვლით არ ვებრძოლოთ. და ასევე რაც მინდა რომ ქართული ოცნების ამორჩეველს მივმართო, რომ მე ვფიქრობ, რომ ბატონ კახისაც ჭირდება კონკურენცია. თვითონ სპორტსმენი ადამიანი და თვითონ ძალიან კარგად იცის კონკურენციის ფასი. და ვფიქრობ, რომ მთელი პრობლემა ქართული ოცნების არის ის, რომ უკონკურენტოდ დატოვეს საკუთარი კანდიდატი და ამით მისი ხარისხიც გაუარესდა. კი ბატონო, მადლობა. ბატონ კახი. თქვენ მოქმედი მერი ხართ და მოლოდინთან ერთად მინდა გკითხოთ, რომ ეს მესამე ვადაა, მესამე ვადით გინდათ იყაროთ კენჭი და ცხადი ალბათ მოლოდინისა რომ გაიმარჯვებთ, მაგრამ საინტერესო მათ შორის ის არის, რატომ გადაწყვიტეთ, რომ მესამე ვადით წახვიდეთ ამ საქმეზე, რა იყო ის, ანუ იმ ორმა ვადამ რატომ არ დაგაკმაყოფილათ? მე მადლობით დავიწყე და კიდევ ერთხელ მინდა გავაგზელო მადლობა უთხრა თბილისელებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ზუსტად ამ მხარდაჭერამ და ამ თანადგომამ მომცა мотиваცია მესამედ წამდგარიყავი საზოგადოების წინაშე და მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. რა თქმა უნდა, იყო დედაქალაქის მერი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართო 1,5 მილიონი ქალაქი ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. დაწყებული ეკოლოგიური მიმართულებით, ეკოპოლიტიკა, урбанული ქალაქის урბანული სწორად განვითარება, მიღებული გენერალური გეგმა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის სოციალური პროგრამები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ცხადია უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემებია, ჩვენ არ გვერიდება ამაზე საუბრის, აბსოლუტურად ღიად საუბრობთ, გახსნილები ვართ და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს არჩევნები ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა გარედან მართულ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას რაიმე შესაძლებლობა მიიღონ აღნიშნული არჩევნებით. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებაში და არა გარედან ვიღაცეების ჩარევით, ისი მომსწრენიც ვართ, ამის მცდელობები ყოველდღიურად ხდება. უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება, ტყუილზე გაკეთებული განცხადებები, რაც წარმოუდგენელი. ყველამ უნდა გაიგოს როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რომ ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. კი ბატონო, მადლობა ბატონ კახა. ბატონ თეიმურას, თქვენი 2 წუთი და თქვენი მოლოდინები ამ არჩევნებიდან. პირველ რიგში სურვილი მაქვს ის, რომ ქართველმა ერმა პასუხი გასცეს იმ 13 წლიან კოჰაბიტაციას, რაც ქართული ოცნების პერიოდში განხორციელდა და ერთი ფაქტი მინდა გაგახსენოთ კიდევ ამ ჩვენს მოსახლეობას. 2007 წლის 7 ნოემბერი ყოველმა თქვენთან განმაიცით და 2007 წლის შემდგომ უკვე, როდესაც სააკაშვილი იყრიდა კენჭს, კახი კალაძე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა. ასე რომ ეს კოჰაბიტაცია დასამთავრებელია მაშინაც და ახლა მით უმეტეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიბრძვი სამოქალაქო აქტივისტად ვარ ჩამოყალიბებული პირდაპირ მნიშვნელობით, ვიბრძვი ქუჩიდან და ვიბრძოდი ეს მე მისურს რომ მქონდეს მეტი რეალური ბერკეტი, უფრო მეტი კარგი საქმის საკეთებლად, ვიდრე თავიანთ დაპირებაში ამბობ, იმიტომ რომ შემილია ვაკეთო ქართული საქმე სუფთა და მე ამ უსმენდი კოლეგებს და რავი, ქალაქზე ვლაპარაკობთ და დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ხო? მით უმეტეს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ ერი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შობადობა სახალისებელი არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად თბილისის მერი 1500-ზე მეტ ოჯახს უხდის ბინის ქირას, რომელიც გადაყვანილია დროებით, ანუ სახლები ვისაც ეнгრება. ხო და ეს ბინის ქირაში წელიწადში ხარჯავს 6 მილიონ ლარზე მეტს.
აქედან გამომდინარე, სურს ინიციატივად გამოვიდე, რომ შეიქმნა საერთო საცხოვრებელ, რომ არც ერთი უსხალკარო არ გყავდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის მასშტაბით, ასე ვთქვათ და ეს ფული მთლიანად უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა, სკოლის კვებაში პირველ ეტაპზე კერძო ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი სოფელში ნაწარმოები პროდუქტით. ამის გარდა თბილისის მერიას გააჩნია ბიუჯეტში 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი, რაც სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ დღეს საქართველოში არავის არ უჭირდეს და არ გყავდეს მოსახლეობა, ვისაც თუნდაც სახლი არ აქვს და ელემენტარული შესაძლებლობა დაპყრდეს. ანუ ელემენტარულზე ვსაუბრობთ, ამიტომაც ხარი დაგვიჭირეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ აქამდე ვიბრძოდი სუფთა ქართულად და ვაპირებთ სუფთა ქართულად ბრძოლას. უნდა ვიყო მართალი ჩემი ერის და უფლის წინაშე, რაც მთავარია. ამიტომაც გავაფრთხილეთ არჩევნებზე პირველი ნომერი. კი ბატონო, მადლობა ბატონ თეიმურას. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგი კითხვაც რა თქმა უნდა შინაარსით ყველასთან ერთ და იგივე იქნება. მე მინდა მოგცეთ თქვენ 2 წუთი იმისთვის, რომ ქალაქ თბილისის ამორჩეველს, დედაქალაქის ამორჩეველს ის მთავარი გზავნილები მიაწოდოთ, თუ გნებავთ ის მთავარი დაპირება მიაწოდოთ, რომელიც შეიძლება 2 წუთში ითქვას, იქიდან გამომდინარე რეგლამენტი 2 წუთი გვაქვს, მაგრამ რაც იქნება ყველაზე ესე ვთქვათ ფუნდამენტალური თქვენი საარჩევნო პროგრამიდან. ბატონ კახა, თქვენგან ვიწყებთ ამ შემთხვევაში ამ რაუნდს, თქვენი 2 წუთი. დიდი მადლობა. პირველ რიგში ჩვენ გამოდივართ ინიციატივით, რომ თბილისში აღარ უნდა დაემატოს საცხოვრებელი ფონდები. მე მქონდა რამოდენიმე დღის წინ და ახაც თქვა იაგომ, რომ ცათამბჯედები უნდა აშენდეს თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი. თბილისიდან პირიქით უნდა მოხდეს ეტაპობრივად ხელშეწყობა იმისი, რომ გავიდეს რიგი სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, შეიძლება გადატანილი იქნეს რამოდენიმე უნივერსიტეტიც. ეს იქნება კარგი როგორც იმისათვის, რომ თბილისი თვითონ იყოს უფრო კომფორტული თბილისელებისთვის, ასევე კარგი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის. არ არის აუცილებელი, რომ თბილისში იყოს ყველაფერი, თბილისი იყოს თავკომბალა, ეს ხდება ხშირად რეგიონების დაცლის ხარჯზე, ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ თუ არ არის რაიმე საგამონაკლისო შემთხვევა, მშენებლობის ნებართვები ახალი საცხოვრებელი რაიონების და კორპუსების მშენებლობაზე არ უნდა იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ისეთი კატასტროფა, აი როგორც მაგალითად რომ მოვიყვანოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის. მეორე პრიორიტეტი, რაც მინდა ვთქვა, ეხლა ყველანი ვინც თბილისში მოზრაობთ, ვიცით 60 საათს საშუალოდ თბილისელი მძღოლი ატარებს საცობში. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში, ქალაქს ჰქონდა 30000-ზე მეტი საპარკინგი ადგილი, დღეს აქვს 27000-ზე ნაკლები, აქედან მე-13 არის ფასიანი. იმიტომ რომ იმ ადგილას, სადაც ადრე იყო პარკინგები, ეხლა გაცემული არის ზოგან სავაჭრო ჯიხურები მოეწყო და ზოგან საერთოდ კორპუსები შენდება. ამიტომ ქალაქს რაც აქვს თავისუფალი სივრცე, ეს უნდა მოხმარდეს მთლიანად 2 პრიორიტეტს. ეს არის რეკრეაციული ზონები და მეორე, ეს არის ახალი საპარკინგი ადგილების მშენებლობა. მანამდე, ვიდრე ეს საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, უნდა იქნეს ამნისტირებული ყველა პარკირების ჯარიმა. უსინდისობა არის, როდესაც თვითონ მერიის და თვითონ ხელისუფლების ბრალით ქალაქში პარკირება არის შეუძლებელი და წინა, ასე ვთქვათ, მერიასთან შედარებით, 3ჯერ გაიზარდა პარკირების და ევაკუაციის ღირებულება. და გარდა ამისა, თუ დრო დამრჩა, ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ მუნიციპალური აფთიაქი, სადაც რაღაც მიზერულ თანხად შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები თბილისელებმა მიიღონ რეალურად მე-13 ფასებში, როგორც ეს რეალურად კი ბატონო. კი ბატონო, ბატონო ოთარ, თქვენი 2 წუთი და თქვენი მთავარი დაპირება დედაქალაქის ამორჩეველს. კარგია ბატონმა კახიმ რო ახსენა, რომ მართლაც ბევრი რაღაც გაკეთდა თბილისში, მართლაც ბევრი სკვერი, ბევრი პარკი და ბევრი სპორტული კომპლექსი აიგო თბილისში, მაგრამ საკითხავია ერთი რამ. თუ რა განწყობით უნდა ისეირნონ იქ და ივარჯიშონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, როცა 1000-ობით თბილისელს თავზე ჭერი ენგრევა და ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ეს არის მართლაც უმძიმესი ვითარება, თან სოციალური ფონი არის ძალიან მძიმე, 260.000 სოციალურ დახმარებას იღებს, 160.000 საარსებო შემწეობას, 45.000 უფასო სასადილოებში იკვებება, რაღაც ლარნახევრიანი ულუფა, ну რაღაც ძალიან მძიმე ვითარებაა და აი ამ მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ ჩვენს უსახლკაროებს და სოციალურად დაუცველებს, აუცილებლად თბილისი უნდა გაიზარდოს არა სიმაღლეში, არამედ სიგანეში და ჩვენი გეგმაა, რომ თბილისის ახალი თბილისის პროექტი უნდა იქნას ინიცირებული დედაქალაქში, რათა თბილისი გაიზარდოს რუსთავის მიმართულებით, სადაც აუცილებლად აშენდება ამ სოციალურად დაუცველებისთვის და გაჭირვებულებისთვის მუნიციპალური ბინადმშენებლობა, იქნება მუნიციპალური აფთიაქები, მუნიციპალური საავადმყოფოები, რომელიც სწორედ აი ამ კატეგორიის ადამიანებს
მოემსახურებდა და რა თქმა უნდა ბევრ რამეს იქ ვისაც სახკარი არ აქვს და ვისაც არაფრის საშუალება არ აქვს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ თუნდაც მედიკამენტები, პირველად იმ მოხმარების საგნები და ასევე რა თქმა უნდა აუცილებელია მაქსიმალურად შეიზღუდოს თბილისში ბინადრჩენებლობა, რამე თუ საცობები არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რადგან ვიწრო ქუჩებზე არავითარ შემთხვევაში სამსართულიანზე მეტი კორპუსის დადგმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რაც კი ბატონო. ბატონო, სამწუხაროდ აღარ იცმის თქვენი ხმა. სამწუხაროდ აღარ იცმის თქვენი ხმა, გთხოვთ რომ მიადევნოთ ხოლმე დროს მაინც ყურადღება რომ ეს აღმოფხრათ ეს პრობლემა. ბატონო ირაკლი, თქვენი 2 წუთი და თქვენი მთავარი დაპირება ამ არჩევნებზე თბილისის დედაქალაქის სამარჩევლს. სანამ დაპირებებზე გადავალ, მნიშვნელოვანია რომ გესმოდეს პოლიტიკური კონტექსტი. ჩემი მთავარი ოპონენტი, რომელიც თბილისის მერად მესამე დიყრისკენ, ის არ არის მხოლოდ მერობის კანდიდატი, ის არის სახელმწიფო პარტიის გენერალური მდივანი და მისივე წესდებით სწორედ ის არის პასუხისმგებელი პარტიის ძირითად გადაწყვეტილებებზე. ანუ პარტია, რომელიც ჩაძირულია ახლა კორუფციაში, მათი მინისტრები, პრემიერ-მინისტრები არიან დაკავების რისკის ქვეშ, ნაწილი დაიჭირეს. პარტია, რომელმაც ამ ქვეყანაში შექმნა პირველი ქალი პოლიტიკური პატიმრები. პარტია, რომელმაც გაზარდა ამ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ნურავი ნუ იტყვის, რომ სოციალურად დაუცველების რაოდენობა თუ გაიზარდა, ვიღაცას ეხმარებიან და კარგია. არა, ეს ნიშნავს, რომ სიღარიბე გაიზარდა ამ ქვეყანაში. ეკონომიკურ ზრდა, რომელზეც ქართული ოცნება ლაპარაკობს, მხოლოდ და მხოლოდ ყულზეა დაფუძნებული, იმიტომ რომ სიღარიბე ამ ქვეყანაში გაზრდილია. ყოველი მეოთხე ბავშვი საერთაშორისო კვლევების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში შიმშილობს, სწავლის პროცესის დროს განიცდის შიმშილს, ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას. მათ შორის ამ მიმართულებით კვლევებშიც ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, სამწუხაროდ ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. ის რომ ავარიულ სახლებში ესეთი მდგომარეობაა და სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან ადამიანები, ის რომ იდევნება პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო უწყებებიდან, მათ შორის თბილისის მერიიდან გათავისუფლდა ათობით და ასობით სხვადასხვა უწყებებიდან საჯარო მოხელე. ეს არის ის დევნა, რეპრესია, ძალადობა ევროკავშირის და მათ შორის ევროპული კურსზე უარის თქმა. პარტია, რომლის ხელმძღვანელი პირიც ახლა ჩვენთან ერთად დგას ამ რიგში, კანდიდატების რიგში, არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მას მოუწევს აუცილებლად მათ შორის კორუფციაზე საუბარი და იმ ადამიანებს, რომლებიც მისივე გუნდის წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს სოციალურთან ერთად ისმოდეს პოლიტიკური მთავარი მოთხოვნები და სიღარიბის, უსამართლობის და უკანონობის საფუძველს დაერქვას საკუთარი სახელი. ეს არის ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელობა. კი ბატონო, მადლობა ბატონო ირაკლი, ბატონო გიორგი, თქვენი მთავარი დაპირება. ჯერ აღნიშნავ იმ გარემოებას, რომ აქ კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ოპონენტი არის ბატონი კახიკალაძე. მე კიდევ ვიმეორებ, ხვალ არის სასამართლო პროცესი, რომ ვინ ერთვება მესამე პირად. ვინ ერთვება მესამე პირად კახიკალაძის არჩევნებიდან მოხსნას ვითხოვთ. არ მიჯერა უბრალოდ ამ სასამართლოს პირობები, სწორედ შემოგიერთდებოდით იქ. სამწუხაროდ, აი ეს ევროპის სასამართლო, ანუ ევროპისაც არ გჯერავთ. ახლა რაც შეეხება დაპირებებს, რასაც ჩვენ პირდებით ჩვენს მოსახლეობას. ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად და სასწრაფოდ განსახორციელებელია კონკრეტული ღონისძიებები. ანუ შესაქმნელი არის სახელმწიფო ბანკი. სხვა შემთხვევაში არაფერი არ შეიცვლება აქ და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვერაფერს ვერ შევცვლით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მეორე საკითხი, სახელმწიფო დივიდენდების ფონდია ჩამოსაყალიბებელი. თითოეულმა ქართველმა უნდა იგრძნოს, რომ ეს ქვეყანა მისი საკუთრება არის და არა სხვისი. ასევე საპენსიო საკითხი არის მოსაგვარებელი. დღეს რეალური საარსებო მინიმუმი არის 1600 ლარი და ჩვენი პენსიონერები შიმშილით კვდებიან რეალურად. და ამის განხორციელება უმარტივესი არის. საკანონმდებლო ინიციატივით შემოვდივართ, რომ შეიცვალოს დაგროვებითი პენსია და პირდაპირ გადანაწილდეს პენსიონერებზე. არაფერი დაგროვება არ ჭირდება, 6 მილიარდი ქართული ოცნების მეშვეობით მოხდა სხვა ქვეყნების ეკონომიკაში გადაკაჩვა და ჩვენი ქვეყანა ეძებს ინვესტორებს. ის 6 მილიარდი აქ დახარჯული იყო და შესაბამისად ქვეყანას რაღაც ეშველებოდა. ამიტომ ეს საკითხებია მოსაგვარებელი უმთავრესად დღესდღეობით. მადლობთ. კი ბატონო, მადლობა ბატონ გიორგი. ბატონ გიორგი,
თქვენც გისმენთ 2 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი მთავარი დაპირება მოახსენოთ ამ ურჩევლს. ჩვენ ყველა ვამაყობთ ჩვენი ქალაქით, ჩვენი დედაქალაქით. გვიყვარს ეს სილამაზე, ეს ისტორიის, უდიდესი ისტორიის მქონე, ასე ვთქვათ, ჩვენი დედა ქალაქი. მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო დონეზე სამარცხვინო სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ იმ სოციალური კვლევებით, რომელიც ტარდება საერთაშორისო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ისეთი მდგომარეობა არის, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, თბილისი ერთ-ერთი, რა ვიცი, ჩამორჩენილ ქვეყნად, ქალაქად იქნას აღიარებული. აი, მაგალითად, კვლევებში, რომელიც წარმოდგენილია ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, 279 დიდ ქალაქში მსოფლიოში თბილისი არის 222 ადგილას. ეს არის ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით, ანუ ამ ქალაქში ადამიანების როგორი ცხოვრების ხარისხი არის. აქ არის კიდე ინდექსები, აქ იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს უფრო საინტერესო არის აი მყიდველობითი უნარიანობის მიხედვით თბილისის მოსახლეობის. 279 ქალაქში მსოფლიოში 254 ადგილზე არის. რადონის სიღარიბეა, ხო წარმოგიდგენიათ. და აღარ ვლაპარაკობ გარემო დაცვის თვალსაზრისით 236 ადგილზე არის მსოფლიოში დიდ ქალაქებში 279 ქალაქს შორის. აი ეს არის რეალობა. ეს არის, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ზოგადი ფრაზები ვილაპარაკოთ, ეს არის კატასტროფა. რა არა გაქვთ იუნისეფის ისინი ბავშვებთან დაკავშირებით, აგერ იყო საუბარი, მაგრამ მე უარეს გეტყვით. 12% თბილისის ბავშვებისას, რომელიც სკოლაში დადიან, არ გააჩნდათ სახელმძღვანელოები. ნახეთ რა ღირს სახელმძღვანელოები. გაგიჟდებით, კაცო. 500 ლარი, 800 ლარი, 300 ლარი, საგიჟეთია თუ რა არის ბოლო-ბოლო რა. აი ამის მოგვარებაა საჭირო და ამას პირდებით ჩვენ რომ ამ პრობლემებს ჩვენ როგორმე შევძლებთ და მოუგვარებთ ამ მოსახლეობას. კი ბატონო. მადლობა, ბატონ გიორგი, ბატონ იაგო. თქვენი მთავარი დაპირება. გიორგი, ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ ჩვენ შევცვლით იმ კურსს, რომელიც ქალაქს აქვს აღებული. რა კურსია ქალაქს აღებული? ქალაქს აღებული აქვს კურსი არა 21 საუკუნისკენ, არამედ მე-19 საუკუნისკენ. დაწყებული ტრამვაებით პირობითად და დაწყებული იმით, რომ ქალაქი ნაცვლად იმისა, რომ სიმაღლეში წავიდეს რაღაცნაირად, სიგანეში მიდის. და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ეს ქალაქი იყოს არა პირობითად რაღაც თუნდაც კარგი სოფელი, არამედ ეს იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ გვინდა რომ ეს ქალაქი გათავისუფლებული იყოს საბჭოთა მახინჯი არქიტექტურისგან, ხრუშოვკებისგან. და აგერ კახამს თქვა სწორად, რომ ჩვენ მართლა გვინდა ცათამბჯენების აშენება. უბრალოდ იცით რა შეა საქმე კახას მაშინაც უპასუხე მე ამის შესახებ, რომ ჩვენ რომელიც ფაქტობრივად აქვინს დგავართ უდიდესი ნაწილი თბილისში ჩამოსულები ვართ. ჩვენ როგორ შეიძლება ვინმეს ავუკრძალოთ საცხოვრებელი სახლების შეძენა ან მშენებლობა თბილისში. დღეს რა გვაქვს? დღეს გვაქვს ის, რომ იმ ადგილებში, სადაც ხრუშოვკები უნდა ჩავანაცვლოთ, არ შეიძლება იმ ხელასახლების აშენება, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ჩვენ გვინდა როგორც გითხარით ამ ქალაქებში არ იყოს საცობები. და საცობები გაჭირვებული ხალხისთვის, იმიტომ რომ სუსლაინები ხო იმისთვის კეთდება, ყველას გვესმის ეს, რომ იქ საბოლოო ჯამში სახელმწიფო სისტემის მანქანებმა იარონ, ან იარონ იმ ადამიანების მანქანებმა, ვისაც ბევრი ფული აქვს და პრინციპში ჯარიმის გადახდაც შეუძლიათ. ამავე პრინციპით არის მოწყობილი გაჩერების ადგილები. ფაქტობრივად ქალაქში მანქანით გადაადგილება შეუძლებელია თუ ფული არ აქვს, იმიტომ რომ ან ჯარიმას აიკიდებ, ან ბევრი გექნება გადასახდელი. და მთელი მიმართულება მიმდინარეობს იმისკენ, რომ ჩვენ მოდი უკან წავიდეთ, ტრამვაებისკენ წავიდეთ, ტროლეიბუსებისკენ წავიდეთ. არა ვთქვათ ის, რომ ახალ გამოწვევებს უპასუხოთ, რაც საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ მართლა ეკონომიკური ცენტრი ვიყოთ. არამედ ჩავიკეტოთ არსებულში და რაღაცნაირად ადამიანის შეზღუდვების ფონზე გავიდეთ ხარს. აი ამ ეს რო არ მოგწონს, ამიტომ ველით ხარდაჭერას. კი ბატონო. მადლობა ბატონ იაგო, ბატონ კახა, თქვენი მთავარი დაპირება. ну დაპირებას რაც შეეხება ხა ცოტა რთულია 2 წუთში ჩაატიო ყველა ის პროექტი და ხედვა რაც გვაქვს ქალაქთან დაკავშირებით, თუმცა თავარი დაპირება ეს არის მშვიდობა საქართველოს მეტისიკეთე თბილისს. ჩვენ ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში, რა გამოწვევებია თუნდაც ჩვენთან რეგიონში, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ არა ის პრინციპული პოზიცია და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, ჩვენ დღეს აქ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით ქალაქის საომავლო გეგმებზე.
ვერ ვიქნებოდით საარჩევნო კამპანიის ფორმატში. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მოაქვს მშვიდობა და მზად ვართ მომავალშიც გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. რაც შეეხება ქალაქის განვითარებას, როგორც გითხარით, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, თუმცა უამრავია გასაკეთებელი, უამრავი საინტერესო პროექტები გვაქვს დედაქალაქთან დაკავშირებით. უცებ რაც შემიძლია ჩამოთვალო, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ეს არის ახალი მეტროსადგურების მშენებლობა, ვარკეთილის და ახმეტელის მეტროსადგურების დაგრძელება თითო კილომეტრით, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ 6,000 მგზავრს მოემსახუროს დამატებით ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 7,000-მდე მგზავრს ექნება შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველასათვის. ტრამვაის პროექტი, პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება, ეს არის დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით. ასევე ახალი საბაგიროს მშენებლობები გვაქვს დაგეგმილი 3 კონკრეტული ხაზი, რაზეც ვისაუბრებ მთავრობის სტომაზე, სათხილამურო ტრასის გაკეთება გვინდა ბეთანიაში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მივიდეს და დაკმაყოფილდეს აღნიშნული ინფრასტრუქტურით. ანუ ახალი პარკები, დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით დღეს საინტერესო სიახლე დავანონსე და ამაზე მოგვიანებით გეტყვით კიდე. მადლობა ბატონ კახა, ბატონ თეიმურას, თქვენი მთავარი დაპირება დედაქალაქის სამრჩევლოს. როხში იმას გეტყვით, რომ რასაც კახი კალაძე საუბრობს ახლა მშვიდობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ისეთი მშვიდობა ნამდვილად არ მინდა, სადაც პაკისტანი და ინდოელებით გადაივსო და ჩვენ ქვეყანას სხვისდება, უამურად ვთმობთ ყოველ გოჯი მიწას. და ამავდროულად მთავარი რაც არის, რა ეხა მეტროსადგურებზეც ახსენ ამან, რომ გეგმავთ, მაგრამ წინამერის არჩევნებზეც იგივე დაპირება ქონდა და რავი, რამე შეგეცვალათ, ეს ერთი. მეორეც ერთი, ჩემი მთავარი დაპირება ზუსტადაც ის არის, რომ უნდა მივხვდეთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ კატასტროფას და რამენერად ამოვიდეთ ამ ჭაობიდან რა. ამიტომაც გამოდივარ ინიციატივით, რომ შობადობა წახალისდეს და ყველა უშვილო წყვილს 100%-იანი მკურნალობა ქონდეს ამ კონკრეტული მიმართულებით, რომ ყველა ოჯახს უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ ბავშვი ყავდეს. ამავდროულად უმნიშვნელოვანესი არის ჩემი პირადი აზრით სკოლაში კვების შეტანა, ამაზეც რა თქმა უნდა ვიზრუნებთ და რაც მთავარი არის 8-10,000 პენსიონერს მთელი საქართველოს მასშტაბით. მსურ შეუქმნა სააფთიაქო ქსელი თბილისის მერის დაქვემდებარებაში, სადაც ყოველგვარი მოგების გარეშე გაიყიდება წამონები. პირობითად მაგალითის სახით რო ვთქვათ, თუ 1 ლარიღის წამალი და 1 ლარად ვიძენთ სხვა ქვეყანაში, აქაც 1 ლარად უნდა გაიყიდოს და ყოველგვარი ხარჯები თბილისის მერიამ უნდა აანაზღაუროს. ამავდროულად უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ისეც, რომ ამდენი სოცდაუცველი ყავს. სოცდაუცველი მარტო საარჩევნოდ ახსენდებათ ყოველ ადამიანს და ამავდროულად მარტო იმაზე ფიქრობენ, რომ სოცდაუცველი ხმა როგორ მისცენ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც 672,000-ია, როგორც შემთხვევით არის ინფორმაცია და ფიქრობ ყოველი ოჯახიდან შეთავაზება იყოს თბილისის მერის სხვადასხვა სამსახურებში დავასაქმე ოჯახიდან თუნდაც ერთი ადამიანი, რომ დასაქმება არის უმნიშვნელოვანესი ეს ადამიანი მხოლოდ ლუკმა პურზე და თუნდაც იმ მცირე დახმარებაზე, ფულად დახმარებაზე არ უნდა გვყავდეს. ამიტომაც რავი, ჯობია საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ის თუ დაპირებებში ამოვხადოთ სული ჩვენს ქვეყანას. მით უმეტეს ჩვენი ქვეყანა, რა უმდიდრესი ქვეყანა ვართ, მაგრამ ბოლო 10 წლების განმავლობაში ყაჩაღების ხელში არის. კი ბატონო. მადლობა ბატონ თეიმურას. ბატონ ზურაბ, თქვენი თავი დაპირება. რას შევცვლით? შევცვლით მიდგომას. მარტივ მაგალითით აგიხსნით. ცოტა ხნის წინ ტრაგედია მოხდა, შენობას ნაწილი მოწყდა და ადამიანი მოკლა. უფრო ცოტა ხნის წინ გაზი აფეთქდა ქუჩაზე, მივიდნენ შეხედეს, წავიდნენ და რამდენიმე საათში მეორე სახლი აფეთქდა იგივე ქუჩაზე. უბედურებები ყველგან ხდება. მიდგომაში რა არის იცით განსხვავება? პასუხისმგებლიან სისტემაში მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული იმაზე, გაარკვიო ეს რატომ მოხდა, ვინ არის პასუხისმგებელი და ისევ რომ არ მოხდეს. ახლა ძირითადი ძალისხმევა არის იმაზე, რომ მერიამ დააფიქსიროს ჩვენ რა შუაში ვართ, ანუ პასუხისმგებლობის არიდება და აი ეგ გარანტირებულად იწევს, რომ კიდე მოხდება. ეხლა კონკრეტულად. პირველი, სრული აუდიტია ჩასატარებელი მერიაში, უნდა გავარკვიოთ, სად და როგორ მიდიოდა ჩვენი ფული. მეორე, მართეთ თბილისის ბიუჯეტის თუნდაც ნაწილი. თბილისის ბიუჯეტის ნაწილის მართვაში ჩვეულებრივი თბილისელები როგორ მიიღებენ მონაწილეობას? უნდა გაკეთდეს ონლაინ პლატფორმა, სადაც გამოტანილი იქნება პროექტები და თბილისში რეგისტრირებულ ადამიანს თავისი პირადობის მოწმობით ელექტრონული ხელმოწერის სისტემით შეიძლება მიცეს ხმა იმ პროექტს, მაგალითად, აქ ხალხის ფულით ფესტივალი ჩავატაროთ, თუ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსოთ სწავლა, თქვენ გადაწყვიტავთ. შემდეგი, როგორ უნდა მოგვარდეს ამ ავარიული სახლების პრობლემა.
ბატონი კალაძიდან განსხვავებით, რომელსაც უნდა რომ ხალხის ფული დახარჯოს ამის გამოსყიდვაში, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში უნდა გამოცხადდეს მშენებლობაზე მორატორიუმი გარდა ამ შენობებისა და მერია უნდა იყოს შუამავალი კერძო ბიზნესსა და მაცხოვრებლებს შორის და კერძო ბიზნესის ჩართულობით უნდა გამოიცვალოს ეს დაზიანებული საბინაო ფონდი და რაც შეეხება კიდე გზის პრობლემას. ბატონი კალაძის დაპირება იყო, რომ City Park-ს გააუქმებდა. თვითონ შექმნა მისი კი ბატონო, მადლობა ბატონ ზურაბ. შემდეგი რაუნდი არის თქვენი კითხვები თქვენს ოპონენტთან, თუმცა ვიდრე ამ რაუნდზე გადავალთ, ნება მომიცით იმ სავალდებულო პოლიტიკურ რეკლამაზე გავიდეთ და ზუსტად რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში გიყვარს თბილისი აირჩიე 12 ხარი დაუჯერეთ თქვენს კეთილდღეობას გააფერადეთ ნომერი 14 სახალხო ხელისუფლება თქვენი ხმა საკრებულოში შეწყვიტე ოცნება აირჩიე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა გააფერადე 25 გახარია საქართველოსთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8 მოდი არჩევნებზე და არ შეწყვიტო ბრძოლა სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36 ამათი კინკლაობის ყურება მოგბეზდა და დახურულ წრეზე ტრიალი კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3 თვითმმართველობა ხალხის სამსახურში გავერთიამდეთ საქართველოსთვის პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო გააფერადეთ ნომერი 5 მამული ენა სარწმუნოება გააფერადეთ ნომერი 1 წყალობდეთ ღმერთი სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36 კახა კალაძე თბილისის მერად მშვიდობა საქართველოს მეტი სიკეთე თბილისს ქართული ოცნება აირჩიე 41 აიკრძალება სესხებზე წლიურად 12%-ზე მეტის დარიცხვა. მედიკამენტები გაიყიდება თურქეთის ფასში. შეიზღუდება კორპუსების მშენებლობა. კახა კუკავა თბილისის მერა. თავისუფალი საქართველო ნომერი 7. ამათი კინკლაობის ყურება მოგბეზდა და დახურულ წრეზე ტრიალი კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8. ხმას ვისაძლევთ? იაგოს, ბაბუ. მაგის გადაცემით გავიგეთ რა ხდებოდა ჩვენს ახალგაზრდობაში. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში გიყვარს თბილისი აირჩიე 12 გააფერადე გირჩი რომც გაჟონას არ გაკითხება კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გახსენებთ, რომ პირველი არხით თავაზობთ დებატებს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. ჩვენ შევჩერდით იმ ეტაპზე, სადაც თავად კანდიდატები დაუსვამენ ერთმანეთს კითხვებს და ეს რაუნდი ბატონოთარ თქვენგან იწყება. მე უბრალოდ წესებს შეგახსენებთ, რომ გაქვთ 30 წამი იმისთვის, რომ დაუსვათ კითხვა თქვენს ოპონენტს. თქვენს ოპონენტს ექნება შესაძლებლობა 2 წუთის განმავლობაში უპასუხოს თქვენს მიერ დასმულ კითხვას და მისი პასუხის დასრულების შემდეგ ექნებათ 30 წამი თქვენ და თქვენს ოპონენტს იმისთვის, რომ რეპლიკები ან დაზუსტებები გაცვალოთ ერთმანეთში. ეს რაუნდია და ეს რაუნდი თქვენგან იწყება ბატონო. სიმართლე გითხრათ, მე აქ ჩვენ ხალხთან სასაუბროდ მოვედი და არა კითხვის დასასმელად, ამიტომ კითხვები ნამდვილად არავისთან არ მაქვს. კი ბატონო. კი ბატონო. მადლობა ბატონოთარ, თუ კითხვა არა გაქვთ, მაშინ ბატონ ირაკლისთან გადავალ. ბატონ ირაკლი, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ დაუსვათ კითხვა ნებისმიერ თქვენს ოპონენტს. აქ გაისმა დაპირებები, რომლებიც გაისმა ასევე წლების წინ, 7 წლის წინ ითქვა, რომ 8 ახალი მეტროსადგური აშენდებოდა
ლაგუნავერე თურმე აჩუქეს თბილისელებს და დღემდე გავერანებულია მხოლოდ სამშენებლო ნებართვები გასცეს იპოდრომი აჩუქეს თურმე თბილის და ნაწილი სატყეო ნაწილი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის გააცხვისეს 79 სართულიანი корпуსები უნდა ჩაიდგას რიტორიკულია ეს შეკითხვა ამ დაპირებების შემდეგ რომელიც არ შესრულდა უბრალოდ არ წხვენია იმ პირებს ვინც ამ დაპირებებს კი ბატონო ვის უსვამთ ამ კითხვას ვინც ამ დაპირებებს გასცემს ხელისუფლება ანუ ბატონ კახა გისმენთ 2 წუთი გაქვთ პასუხისთვის ну პირველი ხა რაც მინდა ვთქვა იპოდრომთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ სრულ განცხადებებს იპოდრომთან დაკავშირებით რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორიაზე ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ნებართვა არის გაცემული. ნებართვა ტერიტორიაზე სადაც არის გაცემული იპოდრომთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, არის თამარაშვილის ქუჩა, ნომერი არ მახსოვს ზუსტად. რაც შეეხება თვითონ იპოდრომის ტერიტორიას, თქვენ იცით რომ მიმდინარეობს პროექტის განხორციელება, ეს იქნება რეკრეაციული სივრცე ცენტრალური პარკის სახით, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ ახორციელებს, იგივე შემიძლია ვთქვა ლაგუნა ვერეს პროექტთან დაკავშირებით, ეს იყო კერძო საკუთრება, თუმცა სანამ ლაგუნაზე გადავალთ, რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს იყო ტერიტორია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო გასხვისებული და უნდა გამოყენებულიყო იქ სამშენებლო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები უნდა წარმოებულიყო. რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ფონდმა აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნა მუნიციპალიტეტს ისე რომ იქ თვითონ აწარმოებს სამუშაოებს და ძალიან მალე ქალაქს ექნება მაგარი რეკრეაციული სივრცე ცენტრალური პარკის სახით. რა იგივე შემიძლია ვთქვა ლაგუნა ვერაზე. ლაგუნასთან დაკავშირებით ესეც კერძო საკუთრებაში იყო და აღნიშნული სივრცე მუნიციპალიტეტს მას შემდეგ რაც იქ წარიმართება სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი განახლება იქნება თუ ახალი პროექტი რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით მე თუ მკითხავთ როგორც დედაქალაქის მერი იმ კონკრეტულ სივრცეში საერთოდ არ მიმაჩნია სწორად სადაც ყველაზე დაბინძურებული ადგილია რომ ამ ტიპის პროექტი განხორციელდეს მაგრამ რადგან აღნიშნული სივრცე ლაგუნა ასოცირდება დედაქალაქთან ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით გარემონტებული, გარეაბილიტირებული, ყველანაირად მოწესრიგებული დაუბრუნდება ქალაქს. კი ბატონო. რეპლიკისთვის გაქვთ 30 წამი ან დაზუსტებისთვის როგორც გნებავთ. ჩაურთეთ დროშში. მრავალი დაპირება მოვისმინეთ, რომელიც საბოლოოდ უტიფართყუილად იქცა, ლილოდან რუსთავამდე თურმე მგზავრობა, ვინ მგზავრობთ მაინტერესებს ლილოდან რუსთავამდე, ან მიწისზედა მეტროთი, რომელი 8 ახალი მეტროსადგური გაიხსნა, მაინტერესებს კმაყოფილი ხარ თუ არა სატყეო ნაწილის 85 მილიონად გაიყიდა ის სამშენებლო ტერიტორია, სადაც 7 корпуსი ჩაიდგმევა 79 სართულიანი უზარმაზარი ცათამბჯენები. ამ პირობებში ყველაფერი ტყუილია, რასაც ვისმენთ, თან დიდი ხნით ადრე მოსმენილი. კი ბატონო, 30 წამი გაქვთ. 30 წამია გაითვალისწინეთ. აბსოლუტურად ტყუილი, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სივრცეს, რომელიც იყო სატყეო ზონა, ლანდშაფტურ რეკრეაციული სივრცე და ეს ყოფილიყო გასხვისებული და იქ სამშენებლო სამუშაოები. კი, წინა ხელისუფლების პირობებში უამრავი იყო ასეთი ფაქტი და დავიწყეთ მათი დაბრუნება, იგივე დიღმის ტყეპარკი, იგივე ვაკის პარკში 9 სართულიანი შენობის აშენების გადაწყვეტილება იყო მიღებული და ჩვენ დავიბრუნეთ, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სატყეოში რაიმე მშენებლობა არის. კი ბატონო, ბატონ გიორგი, თქვენი რიგია ამ შემთხვევაში. ბატონ კახის უნდა დაუსვა შეკითხვა. თუ შეიძლება თქვით ხოლმე ვის უსვამთ კითხოს რომ ბატონ კახის უსვავ 30 წამი ჩაურთით. შეკითხვას ბატონ კახი, რომელ საბრძოლო ქვედანაყოფში ირიცხებოდით ვახტანგ გორგასლის ორდენი რომ მოგანიჭეს და ასევე პროკურატურაში თუ იყავით დაბარებული დაკითხვაზე აი ამ ბოლო პოლენებთან დაკავშირებით ასევე ბატონო იაგოს მინდა შეკითხვა დაუსვა ბატონო იაგო რა გარიგებაში ხართ ხელისუფლებასთან არჩევნებში რომ მონაწილეობთ დღეს ორივე ვერ გაგცემთ პასუხს ერთი კითხვა აირჩიეთ ორივესთან მაქვს შეკითხვა მაშინ თითო წუთი გადავანაწილოთ და კი პასუხები. ერთი წუთი ჩაურთეთ მაშინ თუ ერთი წუთი ჩაურთეთ მაშინ ბატონ კახას. ხო, ნუ პირველი მე ძალიან ყურადღებით უსმენ თქვენს ყველა განცხადებას და არ მინდა რაღაც უხეშად გავომივიდეს, მაგრამ აშკარად ნამდვილად აცდენილი ხართ ყველაფერს, რეალობას. ნუ პირველი დავიწყოთ იქედან, თქვენ თქვით რომ სარჩელი შეიტანეთ ჩემს წინააღმდეგ თბილისობასთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ ერთი რამ გავიწყდებათ. მე ვარ მერობის კანდიდატი.
გარდა ამისა, გახლავართ მოქმედი მერი. შესაბამისად, თბილისობის თარიღთან დაკავშირებით, როდის ჩატარდება თბილისობა, ეს არის მერიის შესაბამისი სამსახურების პრეროგატივა. და ორდენთან დაკავშირებით არ ვიცი რა ორდენზე საუბრობთ. ჩემპიონთა ლიგა როდესაც მოვიგე, მაშინ რო ორდენი გადმომწეს? ეს იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგა გავიმარჯვე, ჩემთან ერთად სრულიად საქართველოს ზეიმობდა და მაშინ ხელისუფლებამ გადმომცა აღნიშნული ორდენი. კი ბატონო, ბატონო იაგო. ერთი წუთი გაქვთ თქვენც ბატონო იაგო. მე როგორც ვთქვი, კითხვა არის რა გარიგებაში ვარ ხელისუფლებასთან, მაშინ როცა არჩევნებში მონაწილეობდა. ამას მისვამს ადამიანი, რომელიც ასევე მონაწილეობს არჩევნებში. თქვენ ვისთან ხართ გარიგებაში? მე ყრილობა ჩატარებული მაქვს თავის დროზე და თქვენ 2018 წლის შემდეგ ყრილობა არ ჩაგიტარებიათ. კანონმდებლობა ჩვენ გვავალდებულებს. არის ეს ხმები. არა, მე უბრალოდ რეპლიკაში შეგიძლიათ რაღაც ეგზოტიკის ნაწილი მგონია, ადამიანი, რომელიც მონაწილეობს თვითონ საარჩევნო კამპანიაში და მერობის კანდიდატია აგერ გვერდზე, საყმედურებდეს და ხელისუფლებაში გარიგებაში შესულად მიმიჩნევდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მოტივით, რომელსაც თუ ეს დანაშაულია თვითონაც ჩადის. მე კომენტარს არ გავაკეთებ. კი ბატონო. მოდით ბატონ გიორგის 30 წამით ჩაურთეთ რეპლიკისთვის. ბატონ იაგოს მე შეკითხვა იმიტომ დაუსვი, რომ 2018 წლის შემდეგ ყრილობა არ აქვს ჩატარებული, პარტიებს გვავალდებულებს კანონმდებლობა, რომ ყოველ 4 წელიწადში ყრილობები ვატაროთ. რაც შეეხება ბატონ კახის აცდენილი ვარ თუ რა ვარ სასამართლოზე გაირკვევა და პროკურატურაში თუ არ დაგიბარეს, პროკურორს რა გადაუხადეთ და რა მოისყიდეთ ამისთანა, რომ არ დაგიბარეს გამოკითხვაზე. კი ბატონო. რადგან დავარღვიეთ წესი თუ გნებავთ რეპლიკები ბატონ გიორგი გინდა რომ უპასუხო მარტივად უბრალოდ ყრილობა ჩავატარეთ თუ ამას ამ მნიშვნელობა აქვს არ ვიცი ჩვენთვის არ უნდა ღირებულებამაც 30 წამი უნდა ჩაგირჩოთ თორე სხვანაირად არ გამოდის აქ ავირე ზოგადად ვერ ხვდები რატო შეიძლება სხვა პარტიას აინტერესებს მე ყრილობა ჩავატარეთ თუ არა მაგრამ 2018 წლის მერე კი ამას წინათ ჩავატარეთ მახსოვს დედაენის ბაღში და ბატონი დათოყრეშიძე იყო თუ არ ვცდები ნოტარიუსი, ამიტომ მახსოვს უბრალოდ რომ ამას რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომ არ ჩამეტარებინა სხვა ადამიანი და სხვა პარტია ხო არ იქნებოდნენ. კარგით, ბატონ გიორგი, თქვენ გაქვთ 30 წამი კითხვის დასასმელად და მითხარით წინასწარ ვის უსვამთ კითხვას. მე ბატონ კახისთან მაქვს ესეთი ძალიან საინტერესო კითხვა. აი ამ სიტუაციაში, როდესაც დაუპირისპირდით ერთ დასავლეთს. უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავთ ლიდერებს, არა მარტო ევროკავშირის, არამედ შეერთებული შტატების. რა საპირეთ იმ შემთხვევაში, რომ ის პროექტი, რომელიც უკვე ევროკავშირში არის, რომ საქართველოსდან უვიზო რეჟიმის წასული ადამიანებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი და ეს 100,000-ობით ადამიანი აქ რო დაფასება რა საპირეთ. კი ბატონო, 2 წუთი გაქვთ ბატონო. ნუ პირველი რაც მინდა ვთქვა, ჩვენ რა თქმა უნდა არავის არ ვესხმით თავს, არავის არ ვებრძვით, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, გვიწევს საკუთარი ხალხის დაცვა და პირველ რიგში ქვეყნის ინტერესების დაცვა. ვისა აქვს უფლება ძალიან დიდი ბოდიში ქვეყნის გარედან, მათ შორის თუნდაც დიდ სახელმწიფოებს და დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს თითი დაქნევით ელაპარაკობს ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელიც არის სუვერენული და თავისუფალი. და ამ ყველაფრისთვის ჩემმა თქვენმა წინაპრებმა ბატონო გია იბრძოლეს და სისხლით მოიპოვეს ეს ყველაფერი. და ამას ყოველდღიური ბრძოლით ჭირდება გაფრთხილება, ჭირდება შენარჩუნება, ჭირდება გამტკიცება. ჩვენ როგორ შეიძლება ევროპას ვებრძოდეთ, როგორ შეიძლება ამერიკას ვებრძოდეთ, მაგრამ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თითის დაკნევის გველაპარაკოს და მოგვიწოდოს ისეთი რაღაცეების კეთება, რომელიც ვიცით, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის არის დამღუპველი. ვიცით რომ საკუთარი ეკონომიკისთვის არის დამღუპველი და გამანადგურებელი. არ გადავდგავთ ამ ნაბიჯებს. ჩვენ მეგობრობად შეგვიძლია, ურთიერთობად შეგვიძლია, ამის მომხრეც ვართ. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ საუბრობდით ამ გლობალურ ომის პარტიაზე, ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, მთელი ქილიკი მიდიოდა, რომ რაღაცეებს ვიგონებდით თითქოს. სანამ აგერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამოვიდა და ყველაფერს თავის სახელი არ დაარქვა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ყოველ წელს რევოლუციებს გიწყობდნენ ქვეყანაში.
ეს შენ როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს, ქსიამოვნებთ, მოგწონთ ეს ყველაფერი? გარედან უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა? ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე მუნიციპალურ დონეზე. კი ბატონო, რეპლიკისთვის 30 წამი, კი ბატონო, რა თქმა უნდა. პირდაპირ გეტყვით, არავითარ კავშირში არ არის არც ეროვნული პოლიტიკა, არც არაფერი. თქვენ უბრალოდ არ გინდათ იმ 9 პუნქტის შესრულება, რომელიც გთხოვათ ევროკავშირმა, რომელშიც უნდა გაანთავისუფლოთ სასამართლო, უნდა შექმნათ ანტიკორუფციული სამსახური დამოუკიდებელი და ამის გამო, რომ ბერკეტები არ დაკარგოთ ხელისუფლებაზე კონტროლისა, ამიტომ წირავთ იმ 100,000-ობით ადამიანს, რომელიც აქ არჩენს კიდე ოჯახებს და რო ჩამოვლენ ისინი აქედან, აქ და მე რა პასუხს გაცემთ იმასაც ვნახავ. ტყუილი ეს ყველაფერი. კი ბატონო, ბატონ გიორგი. გისმენთ 30 წამი. ბატონო გია, მე მესმის რომ თქვენ გარედან ფინანსდებოდით, მაგრამ დღეს არის ამის შესაძლებლობა. შიგნიდან შეგიძლიათ მიიღოთ ის დაფინანსება, თუ თქვენ ქართულ საქმეს ემსახურებით და კარგ საქმეს ემსახურებით, შეგიძლიათ მიიღოთ ეს ყველაფერი შიგნით. ამის პლატფორმა არსებობს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გარედან ქართველ ხალხს ელაპარაკოს და ესაუბროს თითის და. კი ბატონო. მომეცით საშუალება თუ შეიძლება. იტუება աշխარհს. და როდემდე გავაგრძელოთ ბატონ გიორგი შემდეგ. როგორ შეიძლება ესეთი ტყუილების ლაპარაკი? მივცეთ საშუალება ბატონ. 30 წამი კი ბატონო. რა გარდან რომელი გარდან ფინანსდებოდეთ? იქნებ და აი თხოვ ეხლა რომ მიცხრას საიდან ფინანსდებოდა მწვანეთა პარტია გარედან. რატო იტყუები? რა არის? იმიტომ იტყუები რომ ყველაფერს იტყუებით საერთოდ. იმიტომ პასუხი არ აქვს კითხვაზე. აი ეს არის სიმართლე და ყველაფერი მოიგონეთ რომ ხალხი გაგებრიყებინათ და ხალხი ასე შესწომაში შეგეყვანათ. კი ბატონო. გებავთ რომ უპასუხო. კი ბატონო, უპასუხეთ. და დავასრულოთ თქვი აბა. ბატონო გია, არ უნდა გაბრაზდეთ. არ უნდა გაბრაზდეთ. რეალობას უნდა გაუსწოროთ, რეალობას უნდა გაუსწოროთ. მე ხო გაცლიდით, თუ შეგიძლიათ თქვენს მაცადეთ ნუმეჩრებით საუბარში. ეს რდილობის თემაა. უფროსი კაცი ბრძანდებით და პატივს თუ შეგიძლიათ დავიმატოთ დრო იმისთვის რომ დავამთავრო პასუხი. დაგასრულებინებთ პასუხს. კარგით, მადლობა. ბატონო გია, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ გარედან შემოსული თანხები ძირითადად ხმარდება ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, ძირითადად ხმარდება ქვეყანაში დაპირისპირებას. მიპასუხეთ, არ მაინტერესებს ეს კაცო. ჩაუთ ხმა ცოტა ხანი კი ბატონო. ლოზუნგები არ მაინტერესებს. კატეგორიულად პარტია საიდან ფინანსდებოდა, რატო მოიტყუეთ? კი ბატონო, კარგით, ბატონებო. ბატონებო, კიდევ გექნებათ საშუალება რომ ერთმანეთს გამოეხმაუროთ, დარწმუნებული ვარ თქვენს სიტყვებში და ერთმანეთს უპასუხოთ. იაგო, ბატონ იაგო, გისმენთ თქვენ თუ გაქვთ კითხვა? ჩემი შეკითხვა მიემართება ბატონ ირაკლი კუპრაძეს. თავარი პრობლემა ირაკლი, მე რაც მგონი ამ ქვეყანაში და რაც რისი თავარი გამომწვევი მიზეზიც არის ხელისუფლება, არის ლაპარაკზე უარის თქმა, დისკუსიაზე უარის თქმა. და ჩვენ ვიცით რომ დღეს ფაქტობრივად პირველი დებატები იმართება ქვეყანაში მერობის კანდიდატებს შორის. თქვენ რატომ აირჩიეთ ის გზა, რაც ბატონმა კალაძემ აირჩია მანამდე, რომ არ ილაპარაკებდით და მათ შორის საკუთარ კონტროლირება ტელევიზიაში დებატებზე თქვით უარი. რატომ გაურთულეთ არჩევანი? ბატონ იაკლი, 2 წუთი გაქვთ პასუხი. დიდი მადლობა იაგოს, ეს 2 წუთი მგონია რომ ძალიან მჭირდებოდა. პირველ რიგში ქართული ოცნებისგან განსხვავებით ჩვენ კონტროლირება ტელევიზიები არ გვაქვს და არ გვყავს. რაც შეეხება ამ ქვეყანაში რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტების დევნას, დასახიჩრებას, ოპოზიციური ტელევიზიების, კრიტიკული ტელევიზიების დახურვას, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და დღეს სულ ზღაფავს ყველა ტიპის დამოუკიდებელი მედია. მათ შორის ის მედიები, რომლებიც 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, როცა მაშინ კახიკალაძე 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს უცხადებდა მხარდაჭერას. ნეტგაზეთი, ბათუმელები და მსგავსი გამოცემები იბრძოდნენ უსამართლობის და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ასეთ მედიებს დღეს უკვე ხურავს ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელობა აკრძალეს გადაღება, ვიდეო გადაღება სასამართლო დარბაზებში და ემსგავსნენ იმ წარსულს, რადგან თავის დროზე ამბობდნენ, რომ თითქოს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. რაც შეეხება იმ ზოგად უსამართლობას და უკანონობას, რასაც ხედავთ, ხო?
$700 მილიონ როცა გაათეთრებენ და არავის არ ჯერა რომ ეს მათი მწვანე შუქის გარეშე მიმდინარეობდა ის რომ ზარქუას ოჯახის წევრები ბაღებს და სკოლებს თურმე ძარცვავენ და კორუფციული ბრალდებები არსებობს მათ მიმართ მათი მეგობარი ამისულაშვილი იქ მიქაუტაძეები რომეო მიქაუტაძეები რომლებიც ახლა საპატიმროში შედან კორუფციის ბრალდებით ის გარემოცვა რომლებიც ახლა მათი წარმომადგენლები იყვნენ დღეს მათთან მეგობრობასაც კი უარყოფენ ეს ადამიანები ჩვენი მთავარი მიზანია რომ დღეს პოლიტიკური პასუხი გავცეთ ქართულ ოცნებას რომელიც უმცირესობაშია განსაკუთრებულად დედაქალაქში და დედაქალაქში ქართული ოცნების დამარცხებას მხოლოდ ერთადერთი რამ ჭირდება გააზრება ამ ყველაფრის მისვლას არჩევნებზე, მათ შორის ბოიკოტის მხარდამჭერების მხრიდან და უარის თქმა იმ რუსული რეჟიმისთვის, რომელიც რუსულად იქცევა თავისი გადაწყვეტილებებით. თბილისი უნდა იყოს ამიერკავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი და მას არ უნდა ჰყავდეს რუსი მერი. კი ბატონო. თქვენი 30 წამი რეპლიკის სხვა შეკითხვა დავსვი და ძირითადად ბატონი კახის კრიტიკით შემოიფარგლა ამ შემთხვევაში ბატონი ვისაც ვეკითხებოდი. მე ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს. სიამდვილეში დისკუსიაზე უარი ითქვა შემდეგი მოტივით, რომ მე თქვენ რატომ დაგიჟდეთ, მე ხო თქვენზე რეიტინგული ვარ. ყველამ ამ მოტივით თქვა უარი ფაქტობრივად. აი თქვენ შემთხვევაში ეს რატომ მოხდა? აი შეთანხმებული იყავით ხელისუფლებასთან და ამიტომ აკრძალეთ დისკუსიები როგორც ხელისუფლებამ, თუ ასეთი გულუბრყვილობები ხართ, რომ ვერ ხვდებით, რომ ეს სიამდვილეში აზიანებს ყველა ინციდენტს. 30 წამი გქონთ პასუხი. დიდი მადლობა კიდევ ერთი დამატებითი 30 წამისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის ის, რომ დედაქალაქში სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, უფასო კვება სკოლებში არსებობდეს და ამის პრეცედენტი ჩვენ შევქმნით წალენჯიხაში ოპოზიციურმა პარტიებმა საპილოტო რეჟიმში, მაგრამ თბილისში შესაძლებელია 100 მილიონი ლარის გამოყოფის პირობებში, რომელიც ბიუჯეტს აქვს და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის შემთხვევაში თბილისში არ შიმშილობდეს არც ერთი ბავშვი სკოლაში და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი და მორალური დაპირება თბილისელებისთვის. მაგრამ გახა თქვენი რიგია რომ კითხვა დაუსვათ თქვენს რომელიმე ოპონენტს ვის დაუსვამთ კითხვას მითხარით? თუ შეიძლება გამოვიყენებ უბრალოდ 30 წამს თუ გამოიყენებთ კი ბატონო. ხო, ნუ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული თვითმმართველობის არჩევნები, რადგან თბილისელებს კიდევ ერთხელ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, გაგრძელდეს თუ არა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც პირდაპირ ქალაქთან არის დაკავშირებული, გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის პროგრამები, სოციალური პროგრამები და ასე შემდეგ. კი ბატონო. მადლობა ბატონ კახა. ბატონ თეიმურას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ თქვენი ოპონენტი. არა, შეკითხვა არ დაუსვავს, გამოიყენა 30 წამი ვის მიმართ? და ყველას მოგცეთ 2 წუთი? ბატონ გიორგი, უკაც მოდი ჩემს პრეროგატივაში მაინც ნუღარ ჩაერევით, თუ შეიძლება, ბატონ თემურას. ისმენთ, თქვენ გაქვთ 30 წამი, რომ კითხვა დაუსვათ ნებისმიერ კანდიდატს, თავიდან ჩართეთ, რომ მე თუ შეიძლება 1 წუთით დაველოდოთ. კი ბატონ, დაიწყეთ და ჩართავ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის არავინ არ აძლევს და არ აჯილდოებს მით უმეტეს ჯარშიც არ არის რამყოფი. ეს ერთი, იმიტომ რომ სამხედრო გაკვეთილებს როდესაც ვიბრძოდი და ღმერთის წყობით მივახციეთ ძალიან ბევრ სკოლაში, მაშინ საკმაოდ ვეტერანი ხალხთან გავნაცვლი ამ კონკრეტულ საკითხებში. მაგრამ მე მაქვს კითხვა კახი გალაძესთან, დემნა გვასალიას. რა то არის თბილისის საბადო წოდება, როდესაც მის ბიოგრაფიაში მხოლოდ განსხვავებული ორიენტაცია არის და ამას დამატებული მისი ბალანსიკა საერთაშორისო მასშტაბით პედოფილობაში იყო. მადლობთ ბატონ თეიმურას. გისმენთ 2 წუთი. ამ ჯილდოს რაც შეეხება, არ ვიცი, დაგიბრუნებ ამ ჯილდოს გაძლევთ სიტყვას. და რა ვიცი, მე მგონი ცუდი არაფერი არ გაუკეთებიათ. ყველა ქართველი ამაყობდა იმით, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ჩემთან ერთად სრულიად საქართველოს ზეიმობდა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველმა ჩემპიონთა ლიგაში მიაღწია გამარჯვებას. ვფიქრობ, თქვენც ამაყობდით ამით, ხო, ალბათ, ხო? ქართველი ხართ, აქ დაბადებული, გაზრდილი და საამაყოა, ხო, როდესაც კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სრულიად საქართველოს ზეიმობდა. რაც შეეხება ბატონ გიორგი, ნუ შევაწყვეტინებთ, თუ შეიძლება არის მისთან მithumetes შემდეგ შეკითხვას საპატიო თბილისელის დაჯილდოებას, საპატიო თბილისელებს ჩვენ ჯილდოს ვაძლევთ არა სექსუალური ორიენტაციით, არა სარწმუნოებით, არამედ გაკეთებული საქმეებით. იცით, თქვენს დროში რო დაუსვათ და დაასრულეთ პასუხი ბატონ კახა. კი, დავამთავრე. მაშინ 30 წამი გაქვთ რეპლიკისთვის და იქ თქვით. კი ბატონო. და კონკრეტული დამსახურება ქონდა დემნა გვასალიას. აი იგი მაინტერესებს ზუსტად. საქართველოშიც კი ვერ ჩამოდის. როგორ?
ქვეყანას გაუთქვა სახელი. მთელ ევროპაში დევნა გვასალიას, როდესაც ახსენებს, ყველა საუბრობს საქართველოს. მაგ პერიოდში ერთი ბატონ თეიმურას. კვარაცხელიო იყო, რომელიც უკაცრავად ბატონ თეიმურას. უკაცრავად, ნუ გავაგრძელებთ ხოლმე ამ იმას, თორე ყველასთან მომიწევს იგივე პრინციპის გამოყენება და ვერ დავასრულებთ დღესამდე დღევანდელ გადაცემას. ბატონ ზურაბ, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ აირჩიოთ რესპონდენტი და მას დაუსვათ კითხვა. ბატონო კახი, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენი გუნდის წევრი აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა ვისაც აფინანსებდა, ისინი აქ ვითომ რაღაცა გადატრიალებას აპირებენ, რაღაც კლოუნადას მართავენ, ხო? ჩემი კითხვა არის, ვინ იყო თქვენი გუნდის წევრი, რომელიც ნაცებს აფინანსებდა და თუ არ ამბობთ, ხო არა გვაქვს ჩვენ უფლება ჩავთვალოთ, რომ ეხლაც თქვენი დაფინანსების და კონტროლ ქვეშ არიან, როგორც სასარგებლო საფრთხობელა. იბათ 2 წუთი გაქვთ პასუხის. ნუ არ ვიცი რაზეა საუბარი, ან არც ის ვიცი პრემიერი რას გულისხმობდა, რაზე აკეთებდა აქცენტს, ამიტომ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ვერ გეტყვით. გინებავთ 30 წამის რეპლიკა, კი ბატონო. კი ბატონო, დავაზუსტებ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხაბეიშვილი იყო ქართული ოცნების გუნდის წევრის აგენტი, ფულს ვუხდიდითო, ოღონდ არ დაასახელეთ და ჩემი კითხვა რაშია იცით? თქვენი პარტიის ამომრჩევლები ხმას გაძლევენ იმ იმედით, რომ ნაცები არ მობრუნდებიან. თქვენ მათ უთხარით, რომ თქვენი გუნდის წევრი ნაცებს აფინანსებდა და არჩევნების წინ თქვენი ამომრჩეველი არ იმსახურებს იმის თქმას მაინც თქვენგან ვინ აფინანსებდა ნაცებს პრემიერის განცხადებით. 30 წამის რეპლიკისთვის და გადავიდეთ შემდეგ. ვინ არის აგენტი, ვინ ეწევა აგენტურულ საქმიანობას? მე ვფიქრობ, ეს ჩვენი გასარჩევი არ არის, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, ყავდეთ თუნდაც აგენტურული ქსელის წარმომადგენლები. შეიძლება იყო ხაბეიშვილი ეს წარმომადგენელი და ამ სტატუსის მატარებელი, მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, შესაბამისმა უწყებებმა ალბათ ძალიან ბევრი იცის აღნიშნულთან დაკავშირებით. კი ბატონო, მადლობა. ბატონო კახა. მეც გავყავ შეკითხვას, რადგან იყო ასეთი პრეცედენტი. შევეკითხები ბატონ კახაკალაძეს, როდესაც თქვენი თანამებრძოლი ღარიბაშვილი გაგდებულად მოიხსენიება და ის ვისაც ღარიბაშვილთან ერთად ებრძოდით, მაგალითად ლევან მურუსიძე, გირგვლიანის მოსამართლე დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, გძნობთ თუ არა თავს უხერხულად და ირაკლი კუპრაძეს მინდა ვკითხო, როგორი არის თქვენი დამოკიდებულება ბანკების მიერ მოვალეების გამოსახლებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იმავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამომსახლებელი ბანკის დამფუძნებელი. კი ბატონო, გავყვეთ მაშინ წეღან არსებულ პრაქტიკას და თითო წუთს მოგართმევთ იმისთვის, რომ უპასუხოთ ბატონ კახა გისმენთ. ნუ არ ვიცი, ხა პირველი წარმოდგენილები ვართ აქ ყველა კანდიდატები, ვინც ვართ თბილისის მერობის კანდიდატად. ვსვავთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო ხედვასთან და გეგმებთან საერთოდ არაფერ კავშირში რო არ არის. და რა ვიცი, მე ვფიქრობ, უხერხულია და შეურაცხყოფაა ეს ტელემაყურებლის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ელოდება რაღაც სიახლეებს, რომ ყველა კანდიდატმა, მათ შორის თქვენც წარმოადგენთ თქვენი ხედვა დედაქალაქთან დაკავშირებით. რა ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკას ვისმენთ. გასაგებია, მისაღებია კრიტიკა, ჭანსაღი კრიტიკას მე არადროს არ გაურბივარ, ეს პირიქით სასარგებლოა, მაგრამ საუბრობთ პრობლემებზე და არავინ არ საუბრობს ამ გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზებზე. საცობები, ვიცით, რომ სერიოზული პრობლემაა და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაუმჯობესდეს. გვინდა მოვისმინოთ ასევე მათგან, თუ აქვს რაიმე ხედვა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, თქვენც 1 წუთი გაქვთ პასუხის გასაცემად, ჩაურთეთ დრო. პირველ რიგში ვერავინ ვერ დაასახელებს 4 შემთხვევის გარდა, რომ TBC ბანკს გამოსახლებული ყავს მოქალაქე, ეს ერთი კახა კუკავა ვიცი რომ აქტიურად მუშაობს სამმართველობით და იცის რომ ყველაზე დიდი პრობლემა გამოსახლებების ნაწილში არის კერძო მევახშეები და ამას თავის პრაქტიკაც ადასტურებს და კერძო მევახშეების ძიების პროცესში მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ბევრჯერ მიხვედით ქართულ ოცნებამდე, ისკო დასენებამდე, ბექაო დიშარიებამდე და ასე შემდეგ. ამიტომ აი მიდასტურებს თავადაც, ამიტომ ეს პრობლემა არის ხელისუფლებაში ჩაბუდებული, ჩემი პოზიცია და ჩემი პარტიის პოზიცია არის ის რომ უკანასკნელი საცხოვრისიდან მოქალაქის ოჯახის გამოსახლება უნდა იყოს აკრძალული და ეს არის მორალური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და მათ შორის ეკონომიკის გაჯანსაღება არის გამოსავალი იმაში, რომ მოქალაქეს ჰქონდეს
მათ შორის გადახდისუნარიანობის შესაძლებლობა ნებისმიერი ვალდებულების პირობებში. 30 წამი გაქვთ რეპლიკისთვის ბატონ კახა. კი ბატონო, ბატონო კახამ არ გამცა პასუხი და პრინციპში მადლობელი ვარ, როგორც ჩანს, ნამდვილად განიცდის უხერხულობას იმის გამო, რომ გირგვლიანის მოსამართლე დღეს იკავებს უმაღლეს სახელმწიფო პოზიციას. ირაკლის რაც შეეხება, ირაკლი არ ხარ ინფორმირებული. TBC ეხლაც აგრძელებს ხალხის გამოსახლებას და მე მინდა გითხრა, რომ ეხლა ამ წუთებში TBC ბანკი მოითხოვს გამოსახლდეს საცხოვრებელი სახლიდან თქვენივე მაჟორიტარის ზუგდიდის 32 საარჩევნო ოლქში. ხაზარაძის ბანკი ასახლებს საკუთარ მაჟორიტარს, თუ გინდა გვარდასახელს დაგესახელებ უბრალოდ. კი ბატონო. უკაცრავად, ბატონ კახა. 30 წამი რეპლიკისთვის, პასუხისთვის. ისმენთ. დიახ. საინტერესო ანეკდოტი იყო კახას მხრიდან, თუმცა მე ყოველთვის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემებია ხოლმე საზოგადოებაში, ყურადღებით მოვეკიდები და კახასთან ერთად ამ საკითხს მოვიკვლევ არ აული გვერდს, თუმცა ჟღერს როგორც კარგი ანეკდოტი. კი ბატონო, მე მგონი დავასრულეთ ეს რაუნდი კითხვა-პასუხის. შემდეგი, ესე ვთქვათ, ჩემი კიდევ ერთი კითხვა დარჩა თქვენთან და რა თქმა უნდა ის იმავე შინაარსის იქნება ყველა თქვენგანთან. ერთი და იგივე შინაარსის იქნება ყველა თქვენგანთან. ბატონო ირაკლი, თქვენგან უნდა დავიწყოთ, თქვენი რიგია ამ რაუნდის დასაწყებად. ჩემი პასუხი ასევე ზოგადია, ასე ვთქვათ. ხართ თუ არა მზად, კიდევ თქვენგანი და თქვენგან ვიწყებთ ამ კითხვაზე პასუხს, ხართ თუ არა მზად არჩევნების შედეგების აღიარებისთვის. და თუნდაც იმისთვის, რომ მიულოცოთ თქვენს ოპონენტს წარმატება, თუ ის გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და არა თქვენ. ისმენთ. ქართული ოცნების პირობებში არჩევნებისადმი ნდობა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულია და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები საფუძველშივე სამართლიანი ვერ იქნება, მაშინ როცა გამოგონილი მიზეზით, გამოგონილი სამართლებრივი საფუძვლებით დაკავებულია მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, პარტიების ლიდერები და ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. მას შემდეგ, რაც 2024 წელს გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, ქართულმა ოცნებამ გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ შეცვალეს და გაზარდეს მაჟორიტარების რაოდენობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ შეცვალეს და გააუქმეს საერთოდ ზღვარი მაჟორიტარებზე. ეს არის ის რეპრესიული დამოკიდებულება, რითიც ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ მესამე ვადით, რომელთაც ბრალი მიუძღვით კორუფციაში, ძალადობაში, დევნაში, ადამიანების გინებაში 10,000-ობით ადამიანს რო ურეკავდნენ ღამის 3 საათზე და აგინებდნენ, ძალადობდნენ, იპარავენ უზარმაზარ ფულს, იმის გამო გაცემენ იმ რაოდენობის ნებართვებს, მაგალითად თბილისის მერია 45,000 ნებართვა აქვს გაცემული 36 მილიონ კვადრატულ მეტრზე ხალხო. მხოლოდ თბილისში 36 მილიონი კვადრატული მეტრის ნებართვა აქვს გაცემული აი ამ ადმინისტრაციის პირობებში, ხო? ამ ვითარებაში ერთიანად არჩევნებს ავიღებთ თუ უსამართლობებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობს. თუმცა ჩვენი პრინციპია, რომ გამოვიყენოთ ყველა ბრძოლის ველი, არ მივცეთ ივანიშვილს, რომელიც არის ერთადერთი ბატონ პატრონი და უზენაესი ამ გუნდისა, გაიმყაროს ძალაუფლება მთელი საქართველოს მასშტაბით. შევქმნათ გამარჯვების კერების შექმნა და გამარჯვება დამოკიდებულია თბილისელებზე, რომლებიც არჩევნებზე აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ გაიხედეთ ქუჩაში და ნახავთ ოპოზიციურად განწყობილ 10-დან 8 ადამიანს. მხოლოდ თქვენი მისვლა საარჩევნო უბანზე საჭირო. ამიტომ ნდობით ამ პროცესს არ უყურებთ, როგორ ჩაივლის საარჩევნო პროცესი, ამას უკვე 4 ოქტომბრის დღე აჩვენებს. კი ბატონო. ბატონ გიორგი, თქვენ თუ ხართ მზად აღიაროთ არჩევნების შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბატონ გიორგი, ჩემი აზრით თავიდანვე მოისმინეთ, სასამართლო დავები მიმდინარეობს. თუ ჩვენი სასამართლო სამართლიანად მოიქცევა და ბატონ კახი კალაძეს ჩახსნის არჩევნებიდან ზედ მიაყოლებს ბატონ იაგო ხვიჩიას, მაშინ ვაღიარებ. რა თქმა უნდა, ახლა გაიგეთ? რაც მე საჩივრები მაქვს დაწერილი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მე მგონი იმდენი არავის დაუწერია და ის დარღვევები რაც ხდება დღესდღეობით ამის აღიარება შემოკარგებო ცოტა მძიმე იქნება. რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც ვახსენებთ, არჩევნები უნდა ჩატარდეს, შესაბამისად არჩევნებისთვის უნდა იყოს თანასწორუფლებიანი პირობები და კანონმდებლობა უნდა იყოს ყველასთვის ერთი. ერთისთვის სხვა არის და სხვისთვის სხვა არის. აქ არიან წარმოდგენილი
პარტიების კანდიდატები, რომლებსაც პარტია გაუუქმეს საერთოდ იმის გამო, რომ წესდებაში იყო გარკვეული შეუთავსებლობა კანონმდებლობასთან და ამათმა რა დააშავეს, რაც წითელი კვერცხები არიან თუ რა არის. ამიტომ არჩევნების აღიარება მოხდება მაშინ, როდესაც კანონი იკანონებს ჩვენ ქვეყანაში და ხალხის ძალაუფლება იქნება აღიარებული და ამიტომ ეს არჩევნები ჩვეულებრივად ფარსი არის ისევე როგორც ის სასამართლო პროცესები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ტარდებოდა. მათ შორის უწყებათა შორის კომისია, რომელიც შექმნილი იყო იმისათვის, რომ არჩევნები გაეკონტროლებია, თუმცა უბედურება ის არის, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩებოდა ჩვენი საჩივრები. უწყებათა შორის კომისიამ აუდიო ჩანაწერებიც კი არ გამოაქვეყნა, იმიტომ რომ ოქმები გაყალბებული აქვს, იქ რაც არის გამოქვეყნებული და აქედან გამომდინარე კიდევ ვიმეორებ, თუ პროკურატურას არ მოისყიდით და პროკურატურა სამართლიანად იმსჯელებს, ციხეში ხარ ჩასასმელებით ახლა. მეტი ახლა რა უნდა ვაღიაროთ? კი ბატონო. ბატონ გიორგი თქვენ თუ ხართ მზად აღიაროთ არჩევნების შედეგები, ან თუნდაც პირობები დაასახელეთ რა პირობებში შეიძლება. სამართლიანად თუ ჩატარდება, ბუნებრივია, როგორ იქნება სხვანაირად, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება იმ პირობებში, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაგეგმა ორმაგი მიმართულება, ერთი რომ ასე ვთქვათ, დაავალა თავის სატელიტ ნაციონალურ მოძრაობას, რომ იძახოს, რომ არ მოვიდნენ არჩევნებში. მოგეხსენებათ ეს და თელი ისა აქვს დატეხილი ამასთან დაკავშირებით თავის ტელევიზიებით საკუთარი რომელიც აქვს 12 ტელევიზია აქვს მე მგონი უკვე და საზოგადოებას აბრიყვებენ რომ იქნებ როგორმე არჩევნებში არ მივიდნენ რომ როგორმე თბილისის მოსახლეობამ ესე იგი იმ პატარა რეიტინგის გამო რომელიც ქართულის ოცნებას აქვს ამას პატარა რეიტინგით გაიმარჯვოს თუ მოსახლეობა მოვა არჩევნებში მასიურად არ დაუჯერებს პროპაგანდას არ დაუჯერებს აი იმ ასე ვთქვათ მათ სატელიტ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს რომელიც ხალხს მოუწოდებენ რომ არჩევნებში არ მოვიდნენ მაშინ იქნება გამარჯვება გაიმარჯვებს რომელიმე აქედან რომელიმე კანდიდატი დამარცხება ოცნება და გადავა ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე მაშინ შესაძლებელი იქნება აღიარება რა თქმა უნდა ხო და შევხედავთ დამკვირვებლები არსებობენ ჩვენის პარტიების და ასე შემდეგ დაიკწერება დასკვნები იქნება სხვადასხვა შეფასებები და იმის მიხედვით ჩვენებიც იქ იქნებიან და ყველაფერი ნათელი გახდება. უბრალოდ საზოგადოებას მინდა მოუწოდო. მოდით არჩევნებზე ნუ აყვებით ნაციონალური მოძრაობისა და ოცნების ერთობლივ იმას რა ქვია დემაგოგიას რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ არ მოსვლის შემთხვევაში რა თქმა უნდა ოპოზიციური ამორჩეველი არ მოვა და ბუნებრივია ოცნებას ის თავის 20% თუ 22% რო იმითი გაიმარჯვებს. აი ეს არის თელი ამის ფილოსოფია. ამიტომ გთხოვნა, სერიოზული გთხოვნა, იყავით აქტიურები, არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიაც, რომ როგორმე ეს პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ ქალაქის წინაშე დგას. კი ბატონო, მადლობა ბატონ გიორგი. ბატონ იაგო, იგივე კითხვა რა თქმა უნდა თქვენთან. ბატონ გიორგი, ჩვენთვის არჩევნების აღიარება, არ აღიარების საკითხი პირველ რიგში უკავშირდება იმას, ქართველმა ხალხმა მიიღო თუ არა არჩევნების შედეგები. მაგალითად, მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ წინა არჩევნები სამართლებრივად უკანონოდ ჩატარდა. საჯარო საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ საჯაროდ, იმიტომ რომ ბიულეტენმა გაჟონა და ეს არსებითი დარღვევა იყო. იურიდიულად ამას რო შევხედოთ, ასეთი არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციამ არასწორი მიმართულებით წაიყვანა მთელი ეს პროცესი და დავინახეთ, რომ ხალხი შეაგუეს ამ შედეგებს, რაც დადგა. ჩვენ არ გვითხოვს, რომ მთავრობა არალეგიტიმურია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, რომ დარღვევები მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ასე თუ შევხედავთ, 1992 წლის დასაწყისიდან ყველა მთავრობა არალეგიტიმურია ქვეყანაში. იმიტომ რომ მოხდა გადატრიალება სამხედრო და დაირღვა ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც გქონდა. მაგრამ ამაში ხო არ ვართ ჩაკეტილები, ხო რაღაცნაირად აქედან გამოვედით. ამიტომ ჩემთვის თავარი კრიტერიუმი არის ხალხი როგორ მიიღებს ამ არჩევნებს. ჩემი გადასაწყვეტი რო ყოფილიყო წინა არჩევნებზე მარტო ერთ არგუმენტს ავიღებდი, რომ ფარული არჩევნები ჩატარდა არაფარულად, ფარულობის პრინციპის დარღვევით, მაგრამ ოპოზიციამ უბრალოდ ისეთი კონცერტი მოაწყო, რომ ქართულ ოცნებას ეს არჩევნები შერჩა.
და მე რო ახლა ვთქვა რომ იცი რა მე არ ვაღიარებ იმიტომ რომ ეს კანონდარღვევით ჩატარდა და მე როგორც იურისტი ამას დავასაბუთებ ეს ხო არ იქნება სერიოზული იმიტომ რომ მარტო კანონდარღვევა ან ჩემი აღიარება არ აღიარება არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ დავინახოთ არჩევნების შედეგად რაც მოხდა ეს ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმურია თორემ ახლა ნახევარი პარტიების არ მონაწილეობს არჩევნებში ვინც მონაწილეობს იმას ის ნახევარი აგინებს და უბრალოდ ჩვენ ხო შეუძლებელია ვთქვათ რომ ეს არჩევნები ყველაზე მეტად გამოხატავს ქართული ხალხის ნებას მაგრამ მარტო ეს არ არის კრიტერიუმი რას ეგუება ხალხი ეს არის კრიტერიუმი და მეც ამის მიხედვით მივიღებ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილებას კი ბატონო კახა თქვენთანაც იგივე კითხვა მაქვს რა თქმა უნდა აინც მართველი პარტიის ვალდებულება გაქვთ არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით და სხვაგვარი მოლოდინი არ მაქვს რომ აღიარებთ არჩევნებს მაგრამ თუ ხართ მზად ნებისმიერი შედეგისთვის რასაკვირველია არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ ამ ქალაქის და ქვეყნის ბატონ-პატრონი რამდენიმე წუთის წინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი ვინც ვერ ხედავს და არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას ხედავთ ის პოლიტიკური დაჯგუფებები თუ პოლიტიკური პარტიები დღეს სად არიან და სად იმყოფებიან. რაც შეეხება ოპონენტებს, მოდით შევხედოთ რეალობას, არ მინდა რაღაც ამპარტოვნად გამომივიდეს, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ამ ფორმაციით, ამ პოლიტიკურ ძალებს ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ხედავთ ოპოზიციურ ძალებს, ორად არის გაყოფილი, არის ერთი დაჯგუფება, რომელიც დამხობით ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას და არეულობის შემოტანას გვემუქრება ქვეყანაში. მეორე ძალა, ვინც მონაწილეობს არჩევნებში გამოდის და ამბობს, რომ თუ ისინი გამარჯვებას მიაღწევენ, ყველაფერს გააჩერებენ, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება, მერიის შესაბამისი სამსახურები გაჩერდება. მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო ჩაბარებულია წარსულს. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს რა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რადიკალიზმით, ბოროტებით, რა თქმა უნდა, ვერანაირ წარმატებას და გამარჯვებას ვერ მიაღწევს. მაშინ, როდესაც ხარ აგენტურის ქსელის წარმომადგენელი, ფინანსები გარედან, იღებ გარემითითებებს, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, იღებ თანხებს იმაში, რომ წაახალისო ექსტრემისტული ორგანიზაციები, წაახალისო საზოგადოების გახლეჩვა, საზოგადოების დაპირისპირება, გააღრმაო პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ასეთ დაჯგუფებებს არანაირი მომავალი არ აქვს, არც პოლიტიკური და არც სხვა მიმართულებით ქვეყანაში. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ თეიმურას. თქვენი დამოკიდებულება არჩევნების შედეგთან დაკავშირებით. 1990-1991 წლების მერე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა ლეგიტიმური რა. და მაშინ ძალიან კარგად ვიცით რა როგორ მიმდინარეობდა. და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არათანაბარი პირობები გვაქვს და თან თვითონაც აღნიშნა, რომ შანსი არ აქვს მოგებისო. ხო, შანსი არ გვაქვს მოგების იმის გამო, რომ არც ერთი ტელევიზია თუნდაც არ გვაშუქებს, თუნდაც რატომ იყო ჩემი ხდა პირველი დებატების მოწვევა ეთერში ისეც კანონით გავალდებულებთ თქვენს და ძალიან ბევრი ტელევიზია არ მიწევს, როდესაც ქუჩიდან ვიბრძოდი. ამ წლების მანძილზე იგივე კოვიდ ფაშიზმის პერიოდში, როდესაც ჩემი ერის გვერდზე ვიყავი. საათობრივი ანაზღაურების დაწესებას ვითხოვდი, რომელიც 1999 წლის მერე 20 ლარია თვიური და კიდე არ გაზრდილა. საათობრივი ანაზღაურებაც უმნიშვნელოვანესი არის რა. ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩემი ერისში ღირსება დაბრუნებულიყო და ღირსების ადარო ჯოზეფ დგარიყავით. და აქ ღირსებაზეც საუბრობენ და ძალიან თვითდაჯერებულები არიან, მაგრამ როგორ შეიძლება საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი იყოს, ვიად გამსახურდია და მისი ძეგლი არ გვაქვს ქალაქის ცენტრში. ამავდროულად მერაბ კოსტაუს და ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა კიდევ, რომელიც ძეგლიც აუცილებლად უნდა იყოს ქალაქის ცენტრში. აბა თუ გახსოვთ 21 სექტემბერს. 21 სექტემბერს ვინ დაიწვა თავი? პასუხი არ გაქვთ ამაზე, შეიძლება მოიძიოთ თქვენ თვითონვე. ხო და საქმე იმაშია, რომ ეს არის ჩემთვის პლატფორმი, ასე ვთქვათ, რომ ხალხამდე მეტი სათქმელი მივიტანო და ბოლოს უამრავი გვერდი დამიბლოკეს. იმის გამო მიბლოკავდი, რომ ყოველთვის სიმართლეს ვაჟღერებდი და არც ერთ ხალხთან გარიგებაზე არ გავდიოდი. და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. ვიხოთ ამ წლების მანძილზე რამდენი რამეს გამოვიარე, ხო? მაგრამ არა, რატომღაც ყველა მხარე ბლოკავს ტელევიზიებში. აი ეს არის მთელი ქვეყნის უბედურება და საზოგადოებას მინდა მიმართო, რომ ამ ქოც ნაცურ პოლიტიკურ თეატრში ნუ მონაწილეობთ რა და მე ამ წლების მანძილზე რისთვისაც ვიბრძოდი ზუსტად მაგიტომაც გთხოვთ რომ არჩევს გაფრთხილოთ პირველი ნომერი რომ მე არავინ დამითმოს თბილისის მერობას მაგრამ
დაკომპენსირდეს იმაში, რომ რასაც ვიპოვის აღასრულოს. კი ბატონო. ბატონ ზურაბ, თქვენი დამოკიდებულება. იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა, მართლ პარტიას აქვს განუზომლად დიდი ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი და აქ თანაბარ პირობებზე საუბარი არ არის, მაინც არჩევნების აღიარება რა თქმა უნდა მოხდება და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი. ჩვენი ქვეყანა ამ მუდმივი რევოლუციის და კონტრრევოლუციის რეჟიმით ძალიან ზიანდება. და ამისი კარგი მაგალითია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ახლა არის ქუჩაში. მათ თავისი მანდატები გადაყარეს წყალში და ეგ რას ნიშნავს? ანუ ამბობ, რომ პოლიტიკური პროცესით ბრძოლას აზრი აღარ აქვს, ხო? მაგ შემთხვევაში მაშინ რა პარტიზანად უნდა გახვიდეთ ტყეში, მაგრამ მაგასაც არავინ არ აპირებს მაგათგან და 4-ში არ მოხდება არაფერი. აი ეს რაღაცა კლოუნა და რაც არის, არაფერი არ იქნება. და ამას რატო ხსნი? ჩვენ მაგალითად პირობას გაძლევთ პატივცემულ ამორჩევლებო. სადაც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას და მანდატს, ჩვენ მაგას წყალში არ გადავყრით. ყველგან ვიმუშავებთ იმ თემებზე, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. იქნება ეს ნარკოტიკების ბანკის უაზრო პროცენტების არანორმალური შიდა პოლიტიკის და არასწორი კანონების გამო იმედ დაკარგული ხალხისთვის ალტერნატივის შექმნაზე და სადაც თქვენ ამის საშუალებას მოგცემთ, მაგას 110%-ით გაუკეთებთ რეალიზებას. ამიტომ ეს რაღაცა ისტერია უნდა დამთავრდეს და გადავიდეს პოლიტიკური პროცესი კონკრეტული თემების გარშემო, კონკრეტული საკითხების გარშემო დებატებზე. რაც უკვე ვახსენე, უაზროდ დემოგრაფიულ პრობლემაზე იგნორირება არის ერთ-ერთი თემა საკრებულოში ჩვენები რო შევლენ, მაგ პროექტებზე ადგილობრივ დონეზე იმუშავებენ. კი ბატონო, მადლობა, ბატონ ზურაბ, ბატონ კახა, თქვენი დამოკიდებულება შედეგთან დაკავშირებით. კი ბატონო, თუ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ მანდატებს მივიღებთ თუ არა, რომელიც შეიძლება საკრებულოში ხალხმა მოგვანიჭოს, რა თქმა უნდა, ამ მანდატებზე უარს არ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული იარაღი, რომელიც შეიძლება კონდეს პოლიტიკურ ძალას. თუ გულისხმობთ იმას, რომ არჩევნების შედეგები უნდა იქნეს თუ არა აღიარებული ლეგიტიმურად, რა თქმა უნდა, არა, მე მესმის კარგად თქვენი შეკითხვა, ეს ცენტრალური შეკითხვაა საქართველოში 1990 წლის შემდეგ არავის არ უღიარებია არჩევნების შედეგები. ამაში ოპოზიციონერი პარტიები კი არა ვართ დამნაშავე. იქ სადაც ხდება ჩვენ რო გვინახია ამერიკაში და საფრანგეთში და ბრიტანეთში რომ ერთმანეთს ულოცავს დამარცხებული ულოცავს გამარჯვებულს, იქ იმიტომ ხდება რომ საარჩევნო კოდექსი მაკრონს კი არ დაუწერია და სხვა პარტიებისთვის ხელი კი არ გადაუგრეხია ან ამერიკაში ბაიდენს. იქ ხდება შეთანხმებით ამ ყველაფრის მიღება. საქართველოში ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ქართულ ოცნებაზე არის მორგებული მთელი საარჩევნო სისტემა. ცესკო მაგათია, ტელევიზიები მაგათია. სამრცხვინო არ არის რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი საარჩევნო დებატები იმართება კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. და მეტი არა, სად ხდება ეს, არსად არ ხდება და მთელი გამგეობრივი რომ მუშაობენ და საარჩევნო კომისიები კიდე მართლ პარტიაზე, ეს ყველამ კარგად იცის. მე რაშიც დავეთანხმები ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, კახას, კალაძეს არის ის, რომ ეს რიტორიკა მართლაც რაც ჩვენ გვესმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მუდმივი ზიზღი, დამხობა, რაღაც ახალი ტერმინები არის, ეს რა თქმა უნდა ქვეყნისთვის არის კატასტროფა. ოღონდ დავინახოთ ორი მხარე. ჩვენ რაიმე ხაბეიშვილისგან რაც გვესმის, იმისგან განსხვავებული რიტორიკა გვესმის, მაგალითად ირაკლი კობახიძისგან, მაგალითად თეა წულუკიანისგან, ნაკლები ზიზღი გვესმის, მაგრამ 13 წლის მანძილზე ერთხელ გამართეთ დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მოდით ვინც არ გამხობთ იმათთან, მოდი საარჩევნო კოდექსი ერთად მივიღოთ, მოდი სასამართლო რეფორმა ერთად გავატაროთ. არ ყოფილა ეს. ამიტომაც ამ დაპირისპირებას ყავს ორი მხარე, ეს არის რადიკალური ხელისუფლება და რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები არის შანსი, რომ ქართულმა ხალხმა მანდატი მისცეს ზომიერ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც ამ ქვეყნის გადაწვას არაპირებენ. კი ბატონო, მადლობა ბატონ კახა. ბატონ ოთარ, თქვენი 2 წუთი და თქვენი პასუხი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ყოველთვის ყველა არჩევნებზე ვლახავთ ბარიერს, უბრალოდ გასაკვირია ხოლმე პარტია, რომელმაც არაერთხელ გაავსო თავისუფლების მოედანი, იღებს მაგალითად 3%-მდე და გორბის მონაცემებით გვესმის, რომ იგივე გირჩი რაღაც 8-9%-ის აღებას ახერხებს. ნუ რაღაც საოცარია რა, ეს არჩევნები, რომელიც ხო, ალბათ მართლაც ყოველთვის სამწუხაროდ სააკაშვილის დროსაც, ეხლაც ქართული ოცნების პირობებშიც
რაღაც სულ манипуляციების ფონზე ტარდება და ბოლო არჩევნებაც დაგვანახა რომ ფარულობა დაცული ნამდვილად არ იყო, ყველამ კარგად დავინახეთ რომ მართლაც გაჟონა და ეს ფარულობა აუცილებლად ჩვენ გვიცავს ჩვენ ფარულობას კონსტიტუცია და ეს იქნა დარღვეული და ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ბოლო არჩევნები ჩატარდა იდეალურად. იმიტომ რომ წინა არჩევნების შედეგებს რო გადავხედოთ მეგობრებო, ქაღალდები წესრიგშია. ისე ტალანტს ხარჯავს მართველი პარტია, როგორც წინა მართველი პარტია, ისევე ქართული ოცნება ოქმების გადაკეთებაში, რომ ვერაფერს მე ვერ მიხვდებით, ქაღალდები ისე წესრიგშია და შედეგად ჩვენისთანა პარტიებს გვართმევენ კომისიის წევრებს და პასუხი არ აქვს ამაზე სასამართლოს ხო ჩვენ პარტიას აქვს დაბლოკილი ფინანსები, ჩვენ პარტიას რატომღაც ეგრძალება რეკლამის განთავსება საკუთარ არხზე. გაგიგიათ ეგეთი რაღაც. ასეთი რაღაც ანომალიური მოვლენები ხდება სამწუხაროდ არჩევნებზე, ამიტომ ძალიან მიჭირს გითხრათ რომ ვაღიარებ თუ არა ამ არჩევნებს. შედეგებს გააჩნია. ხედავ რომ უცხოელებიც არ ჩამოდიან და რაღაც ეს საერთაშორისო ხო არც საჩივარი და ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით. კი ბატონო. ბატონებო, მადლობთ. ჩვენ მივედით ბოლო რაუნდთან, სადაც თითო წუთი გაქვთ იმისთვის, რომ მიმართოთ საკუთარ ამორჩეველს. სულ 2 დღე რჩება. მე კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ჩვენს დებატებში მონაწილეობისთვის. წარმატებას გისურვებთ და ბატონ გიორგი, თქვენგან ვიწყებთ ამ რაუნდს. 1 წუთი გაქვთ. მოხდების ხოლმე არწივი დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათმების ეცაში ვერაზროს გაინავარდებთ. თბილისელებო, თუ არ გინდათ ამ საქათმეში იცხოვროთ, სადაც ქართულმა ოცნებამ ჩაგვაგდო, მხარი დაგვიჭირეთ, 11 ნომერი გააფერადეთ, იმისათვის რომ თავი იგზნოთ არწივებად და არა ქათმებად, როგორც დღეს არის მთელი ქალაქი. დაგვიჭირეთ მხარი, გააფერადეთ 11 ნომერი, იმისათვის რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ წუმპიდან, სადაც დღესდღეობით არის ჩავარდნილი. მადლობთ. ბატონ გიორგი, თქვენი 1 წუთი. აი ხო ხედავთ, ერთი ძალიან მარტივი კითხვა დავსვი, რომ რა ეშველება იმ ხალხს, თუ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შეაჩერა და იქ 100,000-ობით ადამიანი არჩენს, აქ 100,000-ობით ოჯახს, მივიღე პასუხად რა? შეურაცხყოფა და ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ საიდანმე, ესე იგი, ფინანსდებით. აი ეს არის დღევანდელი ქართული ოცნება. არ იყო ესეთი ქართული ოცნება. დღეს შიშისაგან, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ, რომ ის ბერკეტები არ დაკარგონ სასამართლოში. იმაში, რა ქვია, უშიშროებაში, იმ თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. რომ ნორმალური არჩევნები ჩაატარონ და რასაც თხოვს, მეც კი არაფერს ითხოვს ევროკავშირი. აი ეს, რომ არ დაკარგონ, აი ესეთ რაღაცებს ამდენ ხალხს წირავენ ელემენტარულად რა. აი ეს არის სიმართლე. კი ბატონო. ბატონ იაგო, თქვენი 1 წუთი. კახი თქვა წეგან რომ ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილიაო ამ არჩევნებში არავის არაფერი შანსი არ აქვს და აი მე მინდა რომ ხალხი დავაფიქრო თუ რამდენად საგან გაშოა ზოგადად ის მდგომარეობა, როდესაც უკვე აღარაფერი აღარ არის გადასაწყვეტი, ყველაფერი გადაწყვეტილია და კანდიდატი ამას ასე თulis თავიდანვე სანამ არჩევნები იქნება. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში თუ ყველაფერი გადაწყვეტილია, თუ მაინც ვიგებ, შენ უფრო ნაკლებად მჭირდები. მე არ მჭირდება პირობითად ვიზრუნო საცობზე. თუ ყველაფერი ისედაც მოგებული ვარ საცობზე, რატომ დავიზრუნო? რატომ დავიზრუნო პირობითად საბჭოთა უსახური ნაგებობების რაღაცაზე? ზოგადად თუ კონკურენცია არ მაქვს, ანუ თუ მე ვიცი რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ხალხის ნებას ძალა არ გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ხო და მე მინდა რომ ხალხო მოგმართოთ, რომ ხარი დაგვიჭიროთ იმისთვის, რომ კახის არ კონდეს ეს განცდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, იმიტომ რომ როცა ჩვენ მეტროებზე ლაპარაკი დავიწყეთ აქტიურად, კახი მათ დაიწყო, თორემ მანამდე მეტრო ხო არ აშენებულა. მადლობა. სამწუხაროდ დრო ისეთი რამეა გარბის. ბატონ გახ.
პირველი ბატონ გიას მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყენო დრო ბატონ გია მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია თუ თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღეთ მე ბოდის გიხდით უფროსი კაცი ბრძანდებით უფროსი ადამიანი ბრძანდებით და ეს რაც მე ვთქვი არ მიიღოთ შეურაცხყოფად იმიტომ რომ ეს შესაძლებლობად დავსვით და გითხარით რომ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეთ არ გამოვრიცხავთ არაფერს რაც შეეხება არჩევნებს დავასრულებ დღევანდელ გადაცემას თუ შეიძლება რომ დამიმატოთ ხო დაგასრულებინებთ კი ბატონო იაგო მე არ მithქვამს რომ ყველაფერი გადაწყვეტილია 30 წამი დავუმატოთ შემდეგ შემიძლია გავაგრძელო ხო შემიძლია გავაგრძელო კარგი არ მithქვამს რომ ყველაფერი გადაწყვეტილია რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას იღებს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი მე როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობ 30 წამი ჩართე ეკა და წავა 30 წამი ჩართე და გავაგრძელებთ კი ბატონო გისმენთ როდესაც ვსაუბრობ მხარდაჭერაზე და თანადგომაზე რა თქმა უნდა ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესში და საარჩევნო კამპანიის დროს, ყოველდღიური შეხება მაქვს თბილისელებთან სხვადასხვა პლატფორმაზე, თუნდაც ფიზიკურადაც, ურთიერთობებით, გასაუბრებით. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მე არ მithქვამს იაგო, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. მე უბრალოდ საუბრობ, რასაც ვგრძნობ ქართველი ხალხის დამოკიდებულება. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონ თეიმურაზ, 1 წუთი გაქვთ მიმართეთ ამ მორჩევას. პიროქსი იმას გეტყვით, რომ მოვდივარ იმ სუბთერონული სულისკვეთებს, რომელიც სამწუხაროდ აქ ბევრს არ გააჩნია. ყოველთვის ვიყავი ჩემი ერის მხარეზე და ვიქნები ასე, მარად, სანამ ციცოცხლის უკანასკნელი წამი იქნება თუნდაც. მოვდივარ საქმის საკეთებლად და ზუსტად ვიცი რა მინდა გავაკეთო ჩემი ერის უკეთესი მომავლისთვის. თუ მათი დანაპირები არის, რომ მეტი სიკეთე, უფრო მეტ სიკეთესაც გავაკეთებ, იმიტომ რომ მართლა ჩემი ერისთვის მიძგერს გული. აქ ეხან გავაჟღერე, მაგრამ მეგონი ვარც კი დაფიქრდნენ, ვერ გაიხსენეს. 21 სექტემბერს გია ბესაძემ დაიწვა თავი. ნიშნად იმისა, რომ არ მოხდარყო კიდევ უფრო მეტი შეტაკებები და ამაზე განცხადებად შევიტანე, რომ გაიხსნათ გია ბესაძის ძეგლი. ნიშნად მშვიდობა ერს, ერის თანხმობასათვის. მაგრამ სამწუხაროდ ამაზეც, რავი, პასუხი ძალიან ისეთი იყო. ხო და მაგიტომაც ვიბრძვი სუბთერონული სულისკვეთებით და მე მინდა დამიჭოთ ხარი მამული ენა სარწმუნოება გააფრთხილოთ პირველი ნომერი და აი ეს კაცი არავის არ ახსოვს თავისუფლება ლევან ზურაბაშვილს. მადლობა ბატონ თეიმურაზ, ბატონ ზურაბ. თქვენი 1 წუთი მიმართეთ ამ მორჩევას. ნუ გეშინიათ. 13 წელია თქვენ იმ შიშით რომ ნაცები არ მოbrunდნენ, მიდიხართ და ხაზავთ 41-ს. ეს არის არჩევნები, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ არც ქვეყანა ამოტრიალდება, არც მთავრობა შეიცვლება. აბა რა შეიძლება გააკეთოთ თქვენი ხმით? თქვენ შეგიძლიათ ამ არჩევნებზე მისცეთ შანსი ახალი ოპოზიციის დაბადებას. მოგცეთ შანსი დავიწყოთ მუშაობა ყველაზე ქვედა დონიდან, საკრებულოებიდან და გავაჩინოთ საქართველოში ნორმალური, ადეკვატური ოპოზიცია, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი ძალა, რაც არ უნდა ყოჩაღი ან არაყოჩაღი იყოს, რომელსაც ამდენი ხის მანძილზე ცხენი არ გაექცევა. და ამიტომ კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. კი ბატონო. ბატონ კახა, თქვენი 1 წუთი მიმართეთ ამ მორჩევას. კი ბატონო, ეს არჩევნები მორჩება, ეს პოლიტიკური დებატების და პოლემიკა მორჩება, მაგრამ კონკრეტული პრობლემები დარჩება და ამ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში თავისუფალი საქართველო იქნება ყველაზე ეფექტური. მე გაგახსენებთ უბრალოდ თბილისელების წინაშე ძალიან ბევრი საკითხი არის, მაგალითად კეკელიძის ქუჩაზე ან მანამდე ლოტკინზე, როდესაც ბანკის მოვალეს ასახლებდნენ და იყო წეწვა და გლეჯვა. მე არ მახსოვს, რომ იქ ჩვენი პარტიის გარდა და ჩემს გარდა პირადად რომელიმე პარტია მისულიყო, ან რომელიმე კანდიდატი მისულიყო. ზოგი პირიქით გამოსახლებლებს უჭერდა მხარს, ნუ ზოგმა ნეიტრალიტეტი აირჩია. ამიტომაც დავასრულებინო. მარინა ხატიაშვილთან შეიძლება იყავი ირაკლი, მაგრამ ეხლა თქვენს ადგილზე გამოსახლების პრობლემასთან დაკავშირებით, რა ვიცი, ლელოს პოზიცია გითხარით. საკუთარ მაჟორიტარ სასახლებს ხაზარაძე. ზუგდიდის 77 მოლქის 32 უბანი, მეტი რანაირად გვარდასახელსაც გეტყვი ეთერის შემდეგ. და ბოლოს მინდა ყველას უთხრა 7 ნომერიც არაჩვეულებრივი ნომერი არის. ჩვენი ოქროს ბიჭის ხვიჩას ნომერმა PSG-ში თუ გაამართლა და ნაკრებში თუ გაამართლა, არჩევნებშიც გაამართლებს აუცილებლად. კი ბატონო. ბატონოთარ, თქვენი 1 წუთი მიმართეთ ამ. მინდა მივმართოთ ჩვენს ხალხს და შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაზუსტ არ მიგვიტოვებია ჩვენი ხალხი და არაზუსტ არ მოგვიტყუებია ისინი და უნდა
მინდა ყველა მიცოდეს, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ყავს სამაშაბლოს და აფხაზეთის გმირები, ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოგვეშორებია ხელისუფლებას, ჩვენ ვდგევართ ჩვენი დედა ეკლესიის გვერდზე, ჩვენ მაგრამ აქ სხვა სიტუაცია, 14 წელია ეს ხელისუფლება გველაპარაკება და დაგწვინს. ჩვენ უკვე ამ ხელისუფლების დასაცინი ნამდვილად არაფერი არ გვჭირს. ერთადერთი სალაპარაკო, რაც მინდა უთხრა ჩვენ ხალხს, რომ ზეგ მივიდეთ არჩევნებზე და სასურველი იქნება მხარი დაუჭიროთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და ერთხელ და სამუდამოდ უთხრათ უარი ქართულ ოცნებას. და რა თქმა უნდა, ბევრი სასიკეთო ცვლილებები იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და არა ისეთი ეფემერული, როგორცაც ქართული ოცნება გვთავაზობს. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, თქვენი ერთი წუთი. ამ 13 წლის განმავლობაში ანტიქართული ოცნების პირობებში საკმარისი იმედგაცრუება, კორუფცია და კრახი ვნახეთ ჩვენს გარშემო, დედაქალაქშიც და დედაქალაქის მიღმაც. ჩვენი მთავარი мотиваცია არის, რომ იმედი და რწმენა დაუბრუნოთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩემი მიზანიც ეს არის, მე მათი წიაღიდან მოვდივარ, მათი თითოეული პრობლემა ჩემთვის პერსონალურადაც კარგად ნაცნობია. და მინდა მოქალაქეებს მივმართო, რომ პრინციპი ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი არ დათმოთ და იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, იბრძოლეთ თქვენი შვილების მომავლისთვის, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჯანსაღ, დაცულ და უსაფრთხო გარემოში, კეთილდღეობაში და არა იმ ტყუილებში, რასაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენ გპირდებიან და შემდეგ უბრალოდ ავიწყდებათ და მომდევნო არჩევნებზე ისევ გპირდებიან. მოდით 4 ოქტომბერს არჩევნებზე მხარი დაუჭირეთ ცვლილებას და შემოხაზეთ 9 ნომერი. მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ბატონებო მობრძანებისთვის, ამ გვიან ღამემდე მუშაობისთვის ჩვენთან ერთად, ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებს. კარგად ბრძანდებოდეთ, მემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და მშვიდობიან 4 ოქტომბერს გისურვებთ.